ვინ დამპატიჟა? მე დაპატიჟა. დაპატიჟა ბეცონმა. ბეცონმა დაპატიჟა ჩვენმა მეგობარმა, ჩვენმა ჰერიომ. იცი ქართული წარმოების დინამიკები რო არსებობდა? აი ხა გეტყვი ჩემმა მეგობარმა მითხრა, არა მაქვს მე დინამიკი და მე მირჩია კაია ვარ. მეც გირჩევ ხა უკეთესებს გეტყვი ვიდრე გითხრეს, ასევე არის ეს ფორსვუდი, რომელიც არის ირლანდიური ვისკი და იყიდება ვისკის სახში და ალკორიუმში და იცი ალბათ რომ მოგინდება ან სმუკის სტიკერი ან ჟუაჩკა. ასე ვეიპორიაში იყიდება. თქვენთან კითხვა სმუკი. ისეთი აიყო. ჩემი. ამან შუა ესე რა. გეუბნებოდა. არა, საერთოდ, აი ხა მოგიყვები. არაერთხელ მაქვს ამაზე ნალაპარაკები. საერთოდ ზმუკის აზრი ნიშნულობა არ ვიცოდი. და ძალიან მესაყვარ. აი, ნახე, გამოთიშე რას ნიშნავს ზმუკი? ძალიან საყვარელი სახელი არა ზმუკი. ზმუკი. პატაესე რო იყო, პატარა მუკი გახსოვს რო იყო? ნიშნულობა რო ვიცი? ხო და ჩემთვის ნიშნულობა არა, აზრი გამოცლილი აქვს, იმიტომ რომ არავის არ გქოს ჩემთვის ზმუკი. ხო და ეგ ვიფიქრე ვიდრე შეუბნებოდა ზმუკი. უბრალოდ ეს სიტყვა მომეწონა ფონეტიკურად. და ზურნა? უფრო ზვუკის მაგონებს, ზვუკი. არის საერთოდ ზურნა. კაი. ეგ არ თქვა ზურნაში. ზურნა არც იცის. არის. ზურნა დუდუკი. ეგ ვიცი. ოსულა ეს. რა ლამაზი ბზანდები, ვაკი? ბუკი. არა. ქართული ინსტრუმენტია. ეს ეგ გვექნება, არავინ არ მოგსვენებს. ბუკი არის ეს ჩასაბერი ინსტრუმენტი ომიანობის დროს ერთმანეთს. ბუკი და ნაღარა, გიგია ბუკი და ნაღარა. ხომ რას ნიშნავს ეგ არის? ხო და ჩასაბერი ინსტრუმენტია მაგალითად ბუკი ქართული. და ნაღარა არის დიპლიპიტოს დაგვარი, დოლის დაგვარი, ესეთი რაზეც შემოსწრებდნენ დაფთაფებს. და პიტალო? მე მეგონა რომ თქვენი ნიკნეიმები იყო. მეთქი ერთმანეთს ეძახით ეგრე. თქვენ ქვიათ ბუკი და ნაღარა. დედას ვიცავარ მეგონა მეთქი რაღაცა მეთქი რაღაცა ნიკნეიმებია, მაგრამ რეალურად მეთქი ერთმანეთს ბუკი რაღაცა და მე ნაღარა იწვევს ხმაურს აჟიოტაჟს. ეს გადაცემა რო უცადოთ მე ცალკე ვიფაზრო კამერაში და ცოტა ვიფაზრო. რაღაცებს თქვა მინდოდა ეხლა და მომინდა რომ კამერასთან მებაზრა და პიტალო გაგია რა არის? არ არის ეს. არა არის პიტალო არ ვიცი. ნუ რაღაც მაგას ნიშნავს. ხო, მაგრამ ნუ თქვათ. ოღონდ როგორც ვერ ხვდები. უფრო გაუთლელი არის რა. არა? ცოტა გაუთლელი. ხეპრე? ხო, ნუ რაღაცა. ხეპრეც რას ნიშნავს? ეგეც არის პროსტა ამბობენ და მე ვიმეორებ. ხეპრე რეგვენი და ის თეთრი ვარდებით რო ხარ შენც. აი დღეს მართლა უხდება. კი, მინდა საოცრება ოქტავების თეთრი ვარდი, სილამაზის თეთრი ვარდი. გაუწყლობის თეთრი ვარდი. რაცაც გინდა მიაგერ. გაუწყლობა რა შუაში არ ვიცი. მოკლედ სმუკი კაია. კიდე რამე კითხვა ხო? ნაღარაც კაია. მაგაზე გიფიქრია ისე რამე შენი პოდკასტი რო მიგეც ხო? მაგას ვფიქრობდი ხოლმე და უყვარს ხოლმე ადამიანებთან ერთ-ერთში. და ნანამ დაგასწრო. ნანა მარტო მასწრო, რატო ნანას ვაფშე სხვა ტიპის გადაცემა აქვს პროექტი. პოდკასტია ის ხო? ნუ ხო, ეხლა ყველა პოდკასტი აქვს. და როგორ აღიქვა ნანას გადაცემას? რა ვიცი, სანამ თვითონ ერთობა, მეც ვერთობი, სადამ ო, ეგეთია თავისაყოლოდ ერთობა. ეხლა რაღაც ახალ პროექტებსაც აპირებს. მე ვნახე და რო უყურებდი, ცოტა ბებრად ვიგზენი თავი და გამოვერთე, იმიტომ რომ რაღაცა ბავშვებს რო აჯახებს ერთმანეთს, მაგას უყურე და მივხვდი რომ 46 წლის კაცი ამას რო უყურებ, ცოტა weird არის და გამოვერთე. მე უყურე საყოველობა. რასნაირი ისმინის. ხო, მე სიკიჟებს შესაბამისი პანჭია. ასეთი და ასეთი ადამიანის გაცნობა მინდა. რაღაც red flag-ი რაღაცა. აუ, ეგ ძალიან მაგარია, red flag-ებს და რაღაცებს რო ბაზრობენ და კიდე ის რო არის 10-დან 10-ია, მაგრამ აი მაგრამ რა თუ 10-დან 10-ია. თუ 10 ხო, ანუ აი ვერ გავიგე რა. ხო, მაგრამ რა არის, იცი, მართლა მაინტერესებს თქვენი აზრიც მაგაზე, ხა ვერ გავიგე მე მიყავს თქვენ გყავთ, მაგრამ ეს რა ქვია, ანუ გაცნობა ეთყობა ადამიანებს შორის ჩვეულებრივ live კომუნიკაცია იმდენად აღარ არის. და იმდენად ყველაფერი ამ რაღაც იმაზეა ინტერნეტზე მიბმული. რომ აი ესეთი რაღაც ახალისებები ეთყობა საჭიროა რა. იცი რა, ხო, ნუ არ ვიცი, ხო, მართლა მაგასაკში რა ხდება, არ ვიცი. ძირითადად რა მე ყველა ფორმით ურთიერთობ. გარეთაც ვიცნობ ხალხს და იმითიც ვიცნობ ხალხს მიმოწერითაც. მიმოწერი ძალიან ეზარება, ვინმეს პასუხი გავცე რომ წერან. ნუ შენ არ ხარ მიჩვეული, მე ხო, აი არა. წერენ უცხო ხალხი? რა თქმა უნდა. არ ეხა უცხო ადამიანებს ეხა მეც არ ვემყარაგები ეგრე. რა ვიცი.
აცხსნი მართალი. ხო, მაგრამ ვიღაცებს არ ეკონტაქტები და რაღაცა არ გაქვთ, იქ რაღაც წელი დრამა ისანი, ეს მიმოწერა რა. აჰა, ხედავ შენ. მისალემა. ცხოვრებაში? ცხოვრებაშიც რაც ლაივ ურთიერთობა ჯობია ვიწრე რაღაც. თან მე როგორ წერიც ასოებს, ანუ აი რაღაც გვერდი რო არის, მაგრაურევ ხოლმე, ჩემ ნაწერს ვერც გაიგებს. მეც ეგრე ვწერ. დისლექსია გაქვს? იცი რა ვერ ვხედავ კარგად, თან რაღაც აჩქარ-ჩქარა ვწერ. შუშეც რომ იწერ რაღაც ასოებს მაზავ აბავს იწევს ძიმე წერტილი გამას ყველაფერი ამთავარია. ამ ბოლო დროს დამერხა მხედველობას. მაგას ფათაშორის უნდა მივიდე. სათვალე იხმარით მე რომ იპრანჭებით ორი. ბიჭო, მე შორს ვერ ხედავდი. აი მაგას შეგუებული ვიყავი და მიკეთია საჭესთან რა. და ეხლა ახლოსაც დამეწყო. ახლოსაც ვეღარ ხედავ. ეხლა რაზე მივხვდი, იცი ბავშვი რო ამყოს რომ ეთამაშები ხვდები რომ ვერ ხედავ ბავშვს რა. და მე უსათვალო და აღარ ვჭამე ხომ თლაც მასე. უსათვალით რო ჭამრა მაგარია. ხო და ისე თქვენ შეგიძლიათ ლინზები იხმარო. ჩემ პროსტა ახლოს ვერ ხედავ თუ შორსაც გაქვს. ახლოს მიჭერს უფრო. ხო და აი მეც ახლოს მაგ პრობლემა და შორსაც რომ მქონეს უკვე რაღაც ლინზა დააბალანსებდა. აი ეხლა იყო ხوار დავბერდით. ყურში ხوار დაგაკეთე. ყურში რა? არ მესმის ყური. ბიჭო, გიჟის ხოძზე ვარ, просто ნუ ეგ მაქვს ხარ რომ 1.5 გამიხდა თვალინა, 2-ზე ავდივარ. მაგის ოპერაცია არ არსებობს? პლუსზე ოპერაცია მინუსზე. მაშინ მინუსზე გავიდე. და შენ გაიგეთო შენ. მე გაგიკეთებ თვალის ოპერაციას. ახლა ერთი ანეკდოტის მოყოლა მომიდა, მაგრამ ვერ მოყოლე. ხო, აი დამიზარა და ვერ ჩავდებ ახლა მთელ იმას, როდესაც ციკლოდ გამოვიყურე. და ისეთი ცოტა სექსისტურიც არის. ხო და ჩვენთან სექსისტური ანეკდოტები არ შეიძლება. ის არა ქვია. მოდი ახლა ცოტა თან რო საქმეზე ველაპარაკოთ, თან ცხოვრებაზე ველაპარაკოთ. საქმე რა არის გაჩნია. საქმე რა არის გააჩნია და ახლა უნდა მოვყვეთ საიდან წამოვედით და როგორ განვითარდით და გზაში რა ხდებოდა. შეიძლება ჩავალბა, ხო, მე ესეთი წარმოდგენა მაქვს დღევანდელ გადაცემაზე რა, რომ მოდიან underground და არა მარტო underground მუსიკოსები და მუსიკასთან მიახლოებით ტიპები და ყვებიან თავის ისტორიას. და ამით იკვრება ზოგადი ისტორია ქართული მუსიკის. მაგრამ შენ ხო ხარ შენი ცალკე ადამიანი. რადგან ირაკლი ჩვენთან ერთად აღარ არის, ირაკლი რო ყოფილიყო ხო, იქნებოდა ჩვენი სტუმარი. რადგან არის რომ შენ რაღაცნაირად ორივეს წარმომადგენელი რო იყო ჩვენთან. შენი თავის მე ვიქნები და ირაკლის შენი იყო. ხო, ნუ ჩვეულებრივად შენ თავზეც დავიწყებთ როგორ ვითარდებოდა რა, მე რა ხდებოდა გზაზე და როგორ მოვედი და დღეს რას ვაკეთებ და დაიწყე ბავშვობიდან, ბალღობიდან. რა ვიცი, ბავშვობიდან ძალიან ესეთი ვიყავი. ბევრი ენერგია მქონდა ინტენსიური და გადაწყვეტა ბებიად ჩემო ეს ენერგია რომ დამეხარჯა ბალეტზე შემიყვანეს. ბალეტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ზოგადად ცხოვრების წესი, რეჟიმი. ბევრად უფრო რაღაც ისეთ კონცენტრირებული მიზანმიმართული გავხდი და მთელი ჩემი აი ამ კლასელებისგან უკვე რაღაც გამორჩეული ვიყავი უკვე რა კი ბალეტზე დავდიოდი ხო რა თქმა უნდა იფერებდი სკოლაში იცი რა ვიფერებდი მანამდე ძალიან ქალო ბიჭა რო ხარ და შეიძლება ბიჭებიც ცემოთ რაღაცა მე რაც უკეთესად შეგიძლია ცებო იმიტომ რომ მეტი ძალა გაქვს მე ესე იტყვი მე უკვე ეს მატრიცა ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე პატარა მოძრაობებით რო შეგიძლია იგივე ეფექტი ხო მაგაზე გადავედი მოკლედ რა ვიცი სერიოზულად მუსიკა და ეს ცეკვა იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირი 7 წლიდან მე ნუ ოპერის და ბალეტის თეატრშიც ვიყავი ქორეოგრაფიულში მე უკვე პროფესიულად გადავედი ქორეოგრაფიულში ძალიან მონდომებული ვიყავი იმდენად მონაცემები შეიძლება არ მქონდა რამდენადაც მონდომება და რაღაც მომენტში უკვე თინეიჯერობისკენ აი ახალი გამოსული იყო Chili Peppers-ის ეს ალბომიც მახსოვს Blood Sugar Baby და რაღაცეები და ეს იყო რაღაც ისეთი რაც აი პირდაპირ ჩემ აი ამ თინეიჯერულ რაღაცა სიგიჟეს ანუ ხდებოდა რა და რაღაცნაირად მოკლედ ინტერესები ძალიან მკვეთრად შემეცვალა იმენა პეპერსები მაქვს რა პეპერსები იქნებოდა თანდათან ხა წარმოიდგინე მე რა მაგარ დროს ვიყავი Chili Peppers-ი იყო Nirvana იყო მე Prodigy წავიდა ეს ყველაფერი ძალიან ახალი ძალიან კარგი და მრავალფეროვნება იყო და ზუსტად ისე დაემთხვა რომ შემთხვევით აი რო გითხარი ახლა
ის რა ქვია ფართიზე აღმოჩნდი მაშინ ტუსოვკებს ვეძახდით ლადოსთან ფაბრიკაში და იქ ბევრი განსხვავებული ადამიანი ვნახე რომლებიც ძალიან გამოირჩეოდნენ იმ დროინდელი ვთქვათ აი ყოველდღიურობისგან თავის ჩაცმის სტილით ყველაფრით იქ დავდიოდით ხოლმე ასე ვთქვათ რაღაც ამ ფართიებზე ტუსოვკებზე უკვე კარგი იყო ჩემთვის რაღაც სხვანაირად სუნთქავდი ასე ვთქვათ ბედნიერი ვიყავი რა თანამოაზრეები ბევრი ხო განსხვავებული ტიპები ხა ყველას შეიძლება არ დაუმეგობრდე იმიტომ რომ ხო მაგრამ თუნდაც მუსიკა რო გაერთიანებს ვიღაცებთან ერთად ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და თან თინეიჯერი როდესაც ხარ და თან მართლა გადარჩენაზე როა ყველაფერი და არაფერი არ ხდება ხა უამრავი კლუბია სადაც გინდა წახო გემოვნების მიხედვით და ჯიბის მიხედვით ბეჭ და არაფერი არ იყო ხომ რა უცნაურია რომ არ გადავკვეთილვართ არასდროს ჩვენ თინეიჯერობაში. შენ ჩემზე პატარა ხარ ეთქო. არა, ერთი ვარ თქვენი. არა, ტუსოვკებზე დავდიოდი მე სულ. შენ ჯერსახში შეიძლება. თუ შენ და 15 წლიდან დავდიოდი ფაქტია. ხო, მეც ეგრე რა. ახალგაზრდული, აი მარგარიტა ახალგაზრდული. მარგარიტაზე ვიყავი. მართლა? ჩვენ მარგარიტაზე გავიცანით ერთმანეთ. ირაკლის კონცერტზე ვიყავი მახსოვს. იქ ვერ ერთი ამბავი რომ ამ კონცერტზე ოღონდ ბესელასთან ერთად ვიყავი ვისული მაგ კონცერტზე და ჩვენ რაღაცა საშინელებად კბილ იმას ვსვამდით ისინი რა ნასვაბები იყო ნაფში საგიჟეთი იყო ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეგ სიგიჟე არის ხო ბესელამ ჯეკი რო წაიღო და კონცერტი რო გაჩერდა თელ ფესტივალი მაგ ვესელამ წააღარეს მავნებლობა მოუნდა ირაკლი თქვენო ვაფშე რა შიგაქვთ მე რომ ისმენთ ხო და იყო ერთი ამბავი მოკლედ რა ვიცი ძალიან კარგი იყო ეგ პერიოდი მე უკვე ირაკლიც გავიცანი და ერთ-ერთ ტუსოვკაზე გაიცანი სადმე თუ როგორ სახში მივედით მიადექი მე გოგლიკა ვიღაცები ჩემ მეგობრები მივედით ირაკლისთან ახალი ჩამოსული იყო მოსკოვი ბერლინის აი ვოიაჟიდან გავიცანი უკვე მისი ალბომიც გამოსული იყო და ვუსმენდი სახლიდან არ გავდიოდი რომ ჯერ ორივე მხარე არ მოვესმინა რაც კაი იყო რა და რისი თქვა მინდა ეს მთელი ბალეტი და ეს მთელი ინტერესი მუსიკამ ისე ჩაანაცვლა და ისეთი რაღაც სხვა სიჩქარეზე რო გადართო რა რაღაც სხვა დრაივი შესძინა თელ ჩემს შინაგან სამყაროს რაც მაგრა ასწორებს და ვეხვდები როგორ უნდა იყო თინეიჯერი და რაღაცები როგორ უნდა გამაზო აი კარმესპის ვეხვდები მეც ის ადაღიქვი პირველად აი რაღაც ალბათ ეგ პერიოდი არის მალევე იმაში ბოტანიკურ ბაღში იყო რაღაცა ლაივი თუ გახსოვს არ გახსოვს რაღაც ლაივი იყო ბოტანიკურ ბაღში და იქ უკვე მღეროდი ირაკლისთან რაღაც ახალი პონტი იყო თლათ რა. მე არ მახსოვს. ვიცი რაზე ყვები. აი რაღაც იგი მახსოვს კლდესთან იყო რაღაცა სცენასავით და იქ. ხო და ეს სიმღერაც რაღაც ისეთი რაღაცა. თურმე ირაკლის დავამახსოვრდი სიმღერით ჩემთვის ოშუკვას ვღიღინებდი გოგლიკას ასწავლიდა ამ სიტყვებს ხო არასტანდარტულია აფრიკული სიტყვები და მე ჩემთვის ვღიღინებდი და იმას ყურში. ყურში. დავამახსოვრდი. რა სიტყვას ასწავლიდა გოგლიკას? უშუპაიუ მირორო ცაპატამოჯუ კომონჯეკურე გახსოვს შენც გიმღერე ერთხელ ჩაგეწერა სადღაც ლონდონში მართლა? მაშინ ალბათ ნასვამი ხო? მაგ დროიდან ძალიან ცოტა რაღაცა გაგაღვიცეთ ხომ? არიყავი და არ ახსოვს ვაფშე ის წლები მას. მეც რაღაცები არ მახსოვს ხო? მეც არ მახსოვს ჩემი ოციანების ნახევარი. მერე? და არაფერი რაღაც ეს თავისით ხდება რა ყველაფერი და ეგ ასწორებს რა ეს დაგიგმილი და რაღაცა ეს ჩამოწერილი რომ ეს უნდა ვქნა ეს უნდა ვქნა ეგ ძალიან კაია როდესაც გაქვს მაგრამ ცხოვრება იმდანად საინტერესოა და იმდანად აი სპონტანურობაზე დიდი ბედნიერება ეგ რომ აბედნიერებს ეგრე არა რა თქმა უნდა ხო და აი ეგ სპონტანურობა არის ხოლმე არ უნდა გავმაზოთ რა ზოგჯერ რა კაია და ძალიან სპონტანურობა კი არა მე მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჯერ ისწავლო შენი გულის მოსმენა და მერე მიყვე მაგას მაგრამ გულის მოსმენის სწავლა არის ყველაზე რთული შეიძლება მოგატყუოს სხვა რაღაც შეიძლება ვნება იყოს ან რაღაც აი მართლა გული რასაც გეძახის აი მაგის გაგება არის ყველაზე რთული რა მაგაზე მაგ სიმღერა მიენდე შენ თავსო და სულ მაგას შევციცინ იმას შვები ძალიან მარტივია რომ შეგეშალოს რომ
გეგონოს რომ ეს შენი იცი რა, აი ზოგჯერ არის რაღაც მოცემულობები, რაღაც ისინი პასუხისმგებლობები და ამით მაშვები რა მოქმედებ. ეს არის ხოლმე შენი ამოსავალი წერტილი და ლოგიკურად ესე უნდა ქნა, ესე უნდა ქნა, მაგრამ ამ დროს არის რაღაც შინაგანი ხმა. როდესაც ვერ ხვდები რაღაცაზე, შეიძლება რაღაცის დაკენსელებას გეუბნება რაღაცაზე პირიქით მიდი, ანუ აი ის შინაგანი ხმა ზოგჯერ ამ ლოგიკური გათვლებით იჩაგრება ხოლმე. და აი მაგას უნდა მიენდოს. იმიტომ რომ რაღაც პასუხისმგებლობია, შენ როგორც თქვი ხარ, რაღაც ვერაული რა, ხა შეიძლება დილით მეზარება, რომ ბავშვს ვაჭამო, მაგრამ რავი, ეგ უნდა გააკეთო ყველა ვარიანტში, ხო? ან ძაღლები გაიყვანო. ხა დილით იმდენი რუტინა მაქვს, რომ რავი, ერთი 2 საათიანი რუტინა მაქვს, სანამ ჩემი თავისთვის ვიქნები, მაგრამ რეალურად ეს რუტინა მეხმარება მე იმისთვის რომ უფრო ვიყო სტაბილური, რა თქმა უნდა და მეც აი ეს რუტინა ახლა ზოგჯერ ეცინება 3 ძაღლით რომ ხედავენ ქუჩაში ყველა შენია, ну ხო ესე გამოვიდა ყველა ჩემია. ამდენი ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ რა კი მყავს? ხა ამას რომ როგორც სიმძიმეს და ტვირთს შევხედო, გავგიჟდები, ხო? ეს ვიღაცამ მკითხა, ხეთათო მოდის თქო და ძაღლით მოდისო? ძაღლით? ამე ახალ ცუგებს არ ვიცნობ. არა, მე მივხვდი საი რაზეც გულისხმობ, ხო ხვდები რატომ მკითხეს? გორგილაძესთან ძაღლის პონტი. ძაღლი, ხო. მე არ ვიცნობ ახალ ცუგებს. ან შიჩუ მყავს, კიდე ის ყავს გორგილაძესთან რო ერთი ამბავი იყო, რომ ვისროლე. შველივით და კიდე მესამე რეგბის ბურთივით. უმახინჯესი უსაყვარლესი მომაკვდავი ძაღლი იყო მოკლედ და ავიყვანე უნკურნალე რომ გამიჩუქე. რა არის გადრათხარ და სახელები რა. ლაუცი ქვია შიცუს, რუმი ქვია აიმას რომელსაც ვისვრი ხოლმე და პრუცი ქვია შავს სამტრედიელს. მახინჯია და პრუცი. ხდება, იცი როგორ ხდება ეს. მოიცადე წინას რა ერქვა, რუმი თუ კაფკა იყო, ხო? კაფკა იყო ისიც. პროსტო რუმზე ხო და ეს რუტინაც არის და სიამოვნებათაც შეიძლება იქცეს, ანუ რაც არ უნდა იყოს თქვა და იგივე სადმე მეგობრებთან ვარ ვერთობი, უნდა მოვიდე სახლში, გავიყვანო სამივე ძაღლი და თან როგორც რა ვიცი. რუტინა რო არ გქონდეს, გაგექცევა რა. მე რო არ მქონდეს რუტინა, იმიტომ რომ ჩემი ცხოველური ისეთ რაღაცებს თხოვს, რომ მაგას რო გავუყვე, კარგს არაფერს არ მოიტანს რა. თუმცა ოდესმე მაგასაც უნდა გაყვე, რომ იცოდე რას მოიტანს. უკვე წრემად დარტყმული არაერთხელ. ზოგადად რა. ყველაფრის შიშით ვერ განვითარდები. ხო ზოგჯერ დისკომფორტიც უნდა შეგვიძლია. მოკლედ რა. მე ვიქნი ხოლმე მაგ დისკომფორტებს კვირაში ერთხელ. კვირაში ერთხელ არა. როგორც. აი ეგრე რა რომ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში ვიგდებ თავს რომ მეორე დღეს არ ვარ რა ქვია მაგას ფორმაში რა და მე განსხვავებას ხვდები ხოლმე რომ ერთელი კვირა რომ წუწუნებდი რაღაცები რომ ბეზდებოდა უსვათ ხვდები რომ აი შენ кайფობ ამოსვლით ხო ხო და არ არის ხა მთლად ეგეთ ჯამთელი ვიცით მაგრამ მაინც ეგრე ცხოვრობ მე მაგრამ მეც მაგ იგივე რუტინები ხარ ჩაგერთეთ ავადმყოფური რუტინები მაქვს ერთი 3-4 საათიანი დღეში თავის ვარჯიშს და ყველაფერს ვიძახინა აი დილა არის 1 საათნახევრიანი რუტინა მერე დილის მერე კიდე ვარჯიში მოყვება დილა ყველაზე მნიშვნელოვანია დილას როგორ იწყებ მაგრამ ხანდახან ხასიათზე თუ არ ვარ აი რეები მძაბავს ცე მექანიკაში ხო გაქვს წალიდალია ისქენი მერე პროტეინი ჩაყარე ის ჩაყარე გაამზადე აჭანჭყარე მერე კვერცხი გაფცხვენი აი ეს ყველაფერი არის ყოველდღიური და წლების განმავლობაში გრძელდება და უკვე ხანდახან თუ არ ვარ ხოლმე ხასიათზე ჩემი თავი მზარავს რომ ამას რანაირად აკეთებ ამდენი წელი აკეთებ თან აი რამე ხო შეიძლება შეცვალო არა კაია კვერცხის მაგივრად რამე სხვა გავწხვნა და კვერცხი აუცილებელი არა და მნიშვნელოვანია ყოველ დილით კვერცხი აუცილებელია ჩემი ვერ ხვდები ხო ეს კვერცხის გარდა რა უნდა აი ხანდახან მოდი დღეს რამე სხვა შევჭამ და ვერ ხვდები ანუ აი დილით რა სჭამს ხალხი კვერცხს თუ არა ინგრედიენტებს ვანაცვლებ ხოლმე, ანუ ბოსტნეულს და რაღაცებს, ხან ავოკადოს უსვამთ. ანუ კვერცხი ხო მაინც უნდა იყოს. დღეს შაქშუკა გავაკეთე, გუშინ ისა რა ის ბაზო. ხო რა, ანუ კვერცხი უნდა იყოს. ჯობია იყოს, ამბობენ რომ კარგია. პროტეინია. ერთს პროტეინის გარდა ამინომჟავების წყაროა, ძალიან დიდი დოზით და ბევრი რაღაცის ბალანს გიხერხებს თავის კრეატინის დალევა მინდა დავიწყო. აი იწყებენ, მე რამდენი წელია უსვამ. მონოჰიდრატით, ხო? და რო იცოდეთ იმისა კრეატინი იმის გარდა რომ რაღაც ენერგეტიკა რაღაც ენერგია ვარ ტვინის და რა ქვია მეხსიერებას რაღაცა კარგად მუშაობს. შენ რა გინდა რა გიჩიო მიხარე
მე არ მაქვს პრობლემა მეხსიერების და რაც ვთქვათ არ ბახსოვს ალბათ ჯობია არც ბახსოვს. ნუ ეგრე ვართ ახლა ყველანი. თვალთ იმაში არ ვარ ჯერ გასული რა. აი და რო გავაგზავნე. დიმენსიაში მაგრამ მაინც. ირაკლი რო გაიცანი რა ეტაპზე იყო თავისი კარიერის? ну რა ეტაპზე იყო ესე იგი პირველი ალბომი Swansongs უკვე ჩაწერილი ქონდა და ეგ იყო მნიშვნელოვანი არა მარტო მისთვის არამედ ზოგადად საერთოდ ეგეთი პროდუქტი უკვე ცირკულირებდა ჩვენში რა ხო იყო ესე ყველასთვის მასობრივად მოსასმენი არა და რაღაცა ესე პატარა წრიში underground-ი იყო პირველი პატარა იყო მაშინ ხო პატარა იყო საერთოდ 50 კაცი იყო სულ ალბათ ხო და ქონდა შენაფრენი არის ჩვენი პირველი ერთობლივი საერთოდ რაღაც რო გავაკეთეთ რა ხო და გითხრა ქონდა უამრავი ძალიან მაგარი ტრეკი სიმღერები რომლებზეც აი გიждდებოდი უკვე აი სერგის ცოცხალიდან რა რაღაცები მისი ხო ვიცოდი რაც ამ Swansong-ში არის შესული და უკვე რა ჩალიჩობდა ხოლმე რაღაც ჩაეწერა მე მქონდა ხოლმე ეს რაღაც ტრეკები რომლებიც მიყვარდა და მინდოდა დროზე ჩაეწერა აი ძალიან რო გევასება ხო იცი ხო და რაღაც უკვე მე თანდათან ჩანაწერების გაკეთება დაიწყო ზოგი ვთქვათ გერმანიაში ზოგი ლივერპულში ვთქვათ დადასთან მე აქ ქონდა რაღაცები მახსოვს რო იყო და რა ჩაწერა დადასთან მე მეგონა რომ შენაფრენ ჩაწერა დადასთან და არა ნახე ესე იგი შენაფრენში არის შესული ტრეკები რომლებიც არის გერმანიაში ჩაწერილი კარგი ხარისხია და ჩანს მაწონი და Silence Room არის გერმანიაში ჩაწერილი 4 ტრეკი არის დაირა პროჯექტიდან ლივერპულში დადასთან ჩაწერილი ეს არის ბავშვი გაიღვიძე შვილო აჰმედი нет проблем და ხალხო მეოთხეს ვერ ვიხსენებ ეგენი იყო დადასთან ჩაწერილი და დანარჩენი ეს თვითონ ქართულ ჩანაწერებში და საქართველოში ჩაიწერა აფრენი იგომარას ძაღლი კიდე რაღაც სხვა სტუდიაში მოკლედ აი ესე შეიკრა ეს მეორე ალბომი და ყველაზე საინტერესო პირადად ჩემთვის იყო უკვე ამოზე მუშაობა როდესაც ირაკლი ხო ან დრამსაც თვითონ წერდა ყველაფერს ხო და ამაზე მიდიოდა დიდი დრო და ყველაზე მეტი დრო დავხარჯეთ მახსოვს და ყველაზე special sound-ია ჩემთვის რა აი რაღაცნაირი განუმეორებელი არის ამოში თვითონ ტრეკი ამო ეს როგორც იწყება და ეს ირაკლისთან უყვარდა ეს თავის მარაკასი ბრინჯს რო ჩაყრიდა აი ბებაში ხო იცი ჩაის რაღაცაში აი განსხვავებული სონდა ბასი არ არის წარმოიდგინე მახსოვს ხო და რაღაცნაირი თან ეს მისი გიტარის ჟღერადობაც და ეს სიმები რასაც უკეთებდა რაღაცნაირი ძალიან აი ცოტა რკინის რაღაცნაირი ხმა ქონდა აუ ეგიც როგორ მენატრება ხოლმე ეგ ლაივში ჩამოკრულია ეს მისის აკორდები თან რა მარტივია ზოგი აკორდი ხო და ირაკლიზე ძალიან იცი როგორ შეამოვნებას გვრიდა ის მომენტი რომ თან ძალიან თანამედროვე იყო და მოდი პირდაპირ ვთქვათ მე პირველად ვნახე ფოლკის აი თან როკ-ენ-როლის აკორდებთან გამიგვსვა რა აი როგორც იგივე სერგის იმ ცოცხალიდან მუხრან ბატონის ყრმობითას მღერისის მაწვილი და მე ირაკლი შემოდის კაკადუც ძალიან პატარა აქიშოა ბასზე. აი მაგას რომ ნახავ მიხვდები, ესე იგი როგორ ხდება აი ის რაც გვაქვს და მართლა ძალიან საინტერესოა ჩვენი ფოლკლორი. მაგის ასე ვთქვათ აი ამ თანამედროვე მუსიკაში ადაპტაცია, ასე ვთქვათ, მოხდა ირაკლის შემთხვევაში და ირაკლთან იმის გარდა რომ ჭკვიანი იყო და პოეტი იყო და ნიჭიერი იყო და ასეც და ეს გემოვნებაც ძალიან კაი ქონდა და ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთა რომ შეგაყვარებს თუ ნორმალური ადამიანი ხარ და ამ ყოველთვის აღქმის უნარი გაქვს ის ფოლკლორით ის ფესვებიც უფრო შემაყვარა პირადად მე შენ კი არა მთელ იმას ერს ალტერნატივი და მე ნახე იგივე 5/4 რომ გვაქვს ჩვენ ემაში რა იგივე ხორუმში ხო 5/4 ხო სოფლიოში ხშირად არ გვხდება ჯაზში გვხდება ხოლმე კიდე და ეს კიდე მოცეკვავეებს უჭერთ 5/4-ის დაჭერა ასე რომ ესეც ეს ხორუმიც აი საქართველოში ხო შემოდის 5/4 ანუ რაღაც
ირაკლი ხა ჩემთვის რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ, როდესაც მასზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეტაპობრივი და ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო და ამასთან გვერდით სულ რომ ხარ კიდე რაღაცა სხვა ბედნიერება. ჩემი გადმოსახედით გეტყვი რა. მე თუ მეკითხებიან, მე ვიყავი სულ ძალიან ბედნიერი, დიდ ფუფუნებაში, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს ვხედავდი, რაც უბრალოდ სიამოვნებას გუგრის, რაც შენს იდენტობას რომ ქართველი ხარ, რაღაცნაირად უფრო რაც მაშინ ძალიან იშვიათი იყო, იმიტომ რომ ჩემი მეგობრო იყო გაქცევაზე. პირდაპირ მნიშვნელობით და გადატანითაც, იმიტომ ტრენდი კი არა, უბედურება ხდებოდა და ოღონდ თვალი დაგვეხუჭა, რომ ჩვენ ვითომ ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ და მაგიტომ ღეროდით ინგლისურად რა. დღეს ესე არ ვართ. აღარ, ეგრე აღარ. ეგრე ეხა უფრო მივიღეთ ქართველობა რა. მე ჩემ თავზე შემიძლია მარტო ვილაპარაკო რა. ოკეი. მაშინ იყო რაღაცები გოიმობა. ხო, ნუ გოიმობა იყო ახლა რაღაც, ხო, ის რაც ქართულ სიმღერად და მარტო ეს იყო ქართული სიმღერა, ხო, ხო, ბავშვს, ახალგაზრდას, ნუ იმასაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მარტო ეგრო არის მეინსტრიმად წამოწეული, ხო? ხო, მაგრამ ეხლა მე თქვა წეღა, რომ ტიპმა გააკეთა ის, რომ ალტერნატივში გმა, რაც ჩვენთვის ძალიან ცნობურად უყურებთ სხვა დანარჩენ იმებს კულტურებს, მუსიკალურს, ტიპმა ეგ დაიკიდა. პოპშიც გადავიდა ნაწილობრივ და ხიდი გაავა ალტერნატივას და აი იმ ადამიანებს შორის, ვისაც აქეთ ყური არ ქონა საერთოდ ახმა არ ქონა ალტერნატიული მუსიკის და იდეურად ტექსტებით, იმითი, ამითი გაზავებული. და თურმე შეიძლება ქართულად ჩვენ ეხა მიჩვეულები ვართ მაგას, მაგრამ მე კარგად მახსოვს ნანი ბრეგვაძეს საერთოდ დუეტი რო გააკეთა, ეგ იყო შოკი. იქით ამ ხარისთვისაც და ჩვენი ხარისთვისაც რომ რა ხდება ვაფშე. ეხა რა ყველა ერთმანეთთან ღერის ვაფშე პრობლემა არ არის და რო გადახედო მაგ დუეტს მოვისმინო, თკბილად რაღაც და მაშინ იყო შოკი, ანუ ცოტა დროის კონტექსტიც არის გასაგები მაგ. იცი რა მაინტერესებს? უბრალოდ აკეთებდა, ეხა შენი ახლანდელი გადმოსახედიდან, უბრალოდ აკეთებდა ირაკლი თუ რაღაცა კარიერის ხედვა ქონდა, რომ აი მე ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავხდე და ჩემი სახე ესეთი უნდა იყოს პუბლიკაში, ანუ აი რაღაცა თავისი იმიჯი წარმოდგენილი ქონდა თუ პროსტა მიყვებოდა დინებას. იმდენად და ზუსტად მაგაზე ქონდა ხოლმე გელასთან ხშირად ლაპარაკი, რომ თანამედროვე არტისტი თავისი ლაიფსტაილითაც ის არის, რაც სცენაზე. და რაც ხარის უნდა აკეთო და რა ხედვაც გაგაჩნია ზოგადად გინდ შენ კარიერას ეხებოდეს, გინდ ზოგადად შენ ლაიფსტაილს, ეგ არის რა, ანუ იმის დრო არ არის ახლა თან სადღაც მუშაობდე, ხელფასი იღებდე, თან მუსიკა აკეთო, ეს ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს, ანუ მაგაში იყო ირაკლი დარწმუნებული და მეც ყველანაირად ხელს უწყობდი იმაში, რომ მას სხვა საზრუნავი არაფერი არ ქონოდა. მუსიკის გარდა, ხო იცი, ერთად რო ცხოვრობთ, შეიძლება ბავშვიც გინდოდეს, შეიძლება ბევრი ბავშვიც გინდოდეს, მაგრამ ეს ამ ყველაფერს ხო ძალისხმევა უნდა. ფინანსები და რითი არსებობს? გელა გვეხმარებოდა რაღაც ძალიან მიზერულით და თვითოული ჩვენი, რა ვიცი მე. ნუ რაღაც გამომშობა რაც ხო მინიმალური თქვენიც ხო? ხო, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მეასე ხარისხოვანი. ის მდგომარეობა, რაშიც ვიყავით, რომ შეგვეძლო ირაკლის შეეძლო დღეები, თითო სასვენ ნიშანზე ემუშავა, რომ აი ეს ტრეკი ახლა რაც თქვა გესმის და ძალიან მარტივად მოდის შენ ყურამდე, აი ეგეთი მარტივი ყოფილიყო, ამას რუდუნებით ამუშავებდა, ეს კაცი დილიდან იწყებდა მუშაობას. ეგეთი ვორკაჰოლიკი არც. ანუ მუშაობდა, ის პონტი არ იყო, რომ აი მოვიდა და წავედით. რას ქვია სულ მუშაობდა და სულ აი ამ თავს ასე თქვა რაფინირებას და იმას უკეთებდა, სულ მუშაობდა და მე მის ცხოვრებაში პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აი ხშირად ისეთი შემქონდა ხოლმე, რომ ხვდებოდი იავნად რაღაც ჰიტია, მოდი ესეც შევიტანოთ, ესეც გავაკეთოთ. ამ დროს შეიძლება მე გულშემატკივრა კიდე სხვა ტრეკისთვის, მაგრამ აი ისიც რო საჭირო იყო, ბალანსი უნდა ყოფილიყო ალბომი რო გამოდის, იქ შენ რაც გინდა, აი ის რაღაც ჟღერადობებიც უნდა გქონდეს და თუ გინდა ჩააჭირე, მაგრამ ჰიტიც უნდა გქონდეს, რა როცა შეგიძლია მით უმეტეს ჰიტის წერა ხო ხდები. ჰიტლერი. ხო და 2-3 ჰიტი რო არის ალბომში და ვთქვათ, ალბომში შეიძლება 12-13 ტრეკი იყოს, ნუ კაია რა, მოსულა, ასწორებს რა. ეს რაღაც
ხედვა რა აუცილებლობების, რაღაც კომპონენტებისგან შედგება ყველაფერი რა და ძალიან კონცეპტუალურად უდგებოდა. ანუ მაგას იყო თუ კონცეპტუალურად უდგება, ბოლოს მაინც მეფე რო დაიყო ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ არტისტის რაღაცა იმიჯი შექმნა, ხო? რომელიც როგორც რაღაცა, აი პრინციპით რაღაცა პონტია რო საქართველოში. ხო, ნუ. ხო, მეფე დაირქვა. არტისტი იყო რა. არტისტი იყო, მეფეთ გრძნობდა თავს და კაია რო გრძნობდა იქნებ, ხობმაც იგრძნო ცოტა მეტი მეფობა. იქნების წყალის ხობსაც შეესხათ და დამშვიდნენ. იცი რა ძალიან ბევრზე ქონდა მე გავლენა მაგის ვოკალის მანერით ბევრმაც ხო გააკეთა. იცი რა მანერა კი შეიძლება რაღაცებს მიბაძო და ყველას რაღაც ვიღაცის გავლენა აქვს ასე თუ ისე, მაგრამ ვოკალურადაც ძალიან საინტერესო იყო. თვითონ ხო საკმაოდ. ვოკალურადაც ძალიან საინტერესო იყო ეს დიაპაზონიც და თვითონ ხმის ტემბრის ასიამოვნო, მე დიაპაზონიც ქონდა. გინდა მაგარი რაღაც რა აი ჩემი გამოცდილებით რა არტისტი როდის არის იცი წარმატებული, როცა რამოდენიმე ტიპი იბრალებს რაღაცას რა, აი ხა ირაკლი შევეშოთ, აი ვიღაცაზე, აი ქათამაძეზე 1-5 ადამიანს თქვამს რომ მე გავქაჩეო ეგ რა. ეგ კაია როცა იბრალებს. და ირაკლიზე რა 1-5 ტიპს აქ ნათქვამი რომ ეგ აკორდები მე ვასწავლე. ხდები არ 5 ადამიანმა მითხრა ცალ-ცალ. ხო და ყველამ ვიღაცას რაღაც ვასწავლეთ და ასე შემდეგ და კაია. ну შეიძლება ერთ-ერთი მართალი იყოს მაგიდან, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერს სათავისოდ იყენებს რა და აი ნიჭო მაგრამ დადის დოყლაპიასა. შეიძლება ყველაფერი დოყლაპია იცი. დოყლაპია გამოკლებული. აუხსი. კარჩი, ბოლო რამოდენიმე ეპიზოდი ქართულს მასწავლიან აქ რა. რა სიტყვა მასწავლე გოგა? გუთანი. გუთანი რა არის თქო და? გადი გამოდი გუთანო. ხო არ იცოდა რა იყო გუთანი. ჩამოსული ბიჭი ვარ ხალო რა ვიცი მე რა ის ხალო მითხაება შეჭებაო ხა აქ ცოტა ხანში მე იმას მოვაწყობ ისტერიკა დავებართ. ანუ ეხლა მე ჩემ დამოკიდებულებით გეტყვი არ ვიცი რამდენად სათქმელია შეიძლება მე არც დავტოვოთ, მაგრამ ჩემთვის რაღაც პონჩი საკრალურობა რაც ქონდა მანამდე, იმიტომ რომ მე არ ვიცნობდი ირაკლის. და მანამდე საკრალურობა რაც ქონდა, ესეთი ცოტათი magic ტიპი იყო, ყველასთან ქონა ურთიერთობა, ხო გარშემო ყველა ადამიანთან, ვინც დიდებთან, რა. და ამასთან რატომღაც ვერ დავემთხვიე. თუ არ გამოდიოდა სახლიდან. ხო, ვიცი მიზეზიც, მაგრამ ნუ აი რო არ მქონდა თქო მაგით იყო რაღაც აღმატებულად გამოიყურებოდა და მე რო გაიძრო ის reality რო იყო, აი მაგას რო უყურებდი თავიდან, რო დაიწყო ხა რაღაც მაესტროზე იყო. ცოტათი გამიტყდა რა, იმიტომ რომ ჩაოლებრივი ადამიანი გახდა მაგით ეს მოეხსნა ეს ნაწილი ამ მეჯიკის რა და მაშინ ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მე თვითონ მაგ დროს კომპრომისზე რაზეც წავიდი, ჩემი მხრივ რა რაღაც გაცემაში წავიდი და ძალიან გაუტეხე ჩემ თავს. იგივენაირად მაგრა გამიტყდა, რომ მეთქი აი რატო ქნა, ანუ ეხა ძალიან ვაცნობიერებ და სოციალური თემები ჩემოდის მაგ და უამრავი რაღაცა, ხო? და ხო სწორი იყო საკმაოდ და თან მას კულტურას გააცნო, კიდე ერთი ხიდი გააძრო მაგითი ამ აკაუნტებასთან ჩვენთან რა. ხო და თვითონ როგორ მიიღო ეგ? ანუ არ იყო მაგით ტრამირებული, რომ მაგაზე მოუწია წასვლა? რატო მოუწია? არა, ძალიან ესეთი იყო. მოუწია, კაი, ცუდად ვიძახი ეხა, ხო არ არის. ეს იყო ჩვენთვის გამოწვევა. მე დავისტრესე ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძაღლი, კატა, ბავშვი, კაცი, ყველაფერი ჩემს კისერზე იყო და 900 კაცი მოყვება კამერას, პატარა სივრცე სადაც ხან ძაღლი იმდენს იყეფება, რომ ის მასალა მე არ გამოდგება და ძაღლი უნდა ჩაწყნარდეს. მე რაღაც მომენტში ოპერატორები და ირაკლი თამაშს იწყებდნენ კომპიუტერულს და აბა დროზე ხე გადაიღეთ რაც გადასაღებია და წადით დაიშალეთ სახლებში. მე დავისტრესე მგონი ყველაზე მეტად თავიც გადავიპარს ისეთ დღეში ვიყავ. ეგ რამე ხანი გაგრძელდა? ეს ერთი თვე გაგრძელდა, სრული ერთი თვე და ნუ მართლა ბავშვი რო ყავს პატარა, რომელიც სულ ყურადღებას ითხოვს და პატარა ბინა როა კიდე და ბევრი ხალხი ვერ მოვა ფიზიკურად, მაგრამ ხვდებოდი რომ ეს საჭირო იყო და ეგ კადრები დღესაც მე როგორ მეხმარება. ნანასთვისაც რა კარგია რომ თავის ბავშვობის გააკეთებელი მასალა. კი, მაქვს რა თქმა უნდა. ნანასთვისაც რა კარგია რომ მამასაც ხედავს იმამის სიყვარულს მის მიმართ, იმიტომ რომ პატარა იყო, ხო არ ემახსოვრებ. ერთი ბეწო, ხო. და ყველაფერი თითქოს ძალიან ზუსტად წავიდა რა ჩვენს ცხოვრებაში. ერთადერთი მახსოვს
აი ამ reality show-ს მერე იყო ძალიან ეს გამოფიტვა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული და მერე მახსოვს ძალიან არ მესიამოვნა, როდესაც უცებ დაიწყო საკუთარი ხმით, საკუთარი ლექსების ჩაწერა. ეს უბრალოდ წაკითხვა რა და ფაილად და ამან აი ცუდად გამკრა გულზე, რატო შვები ამას ფიქრობ რა, რაღაც ყველაფერს თითქოს რომ ამზადებს. რაღაცნაირად და მე სხვათა შორის, გარდაცვალების მერე ეს ყველაფერი გამოვიყენეთ გიორგი ასანიშვილთან ამ ქართულ ჩანაწერებში 2011 წელი იყო უკვე ალბომი მის გარდაცვალების. ხო, ერთი ხო შენც გააკეთე. ამას უსმენთ. ძალიან ინტიმური ადგილია და რა ვიცი, იმედი არ გეწყენა რომ ჩავტოვო, იმიტომ რომ ძალიან შემეხო ეგ რომ ირაკლი მღერის და სიმღერას ფეიდაუზე გაუშვი, ირაკლის ხმა დავტოვე და უცებ როგორც ხდები დედა შენი შემოდის რომ ირაკლიო ბავშვს აძინებსო, კეთათო და გთხო გაჭირდიო. და აი როგორი ოჯახური უცებ პონტი გაიჩიტა რა. აი ხო და წარმოიდგინ, ძალიან კაია აქ სხვათა შორის ძალიან მიყვარს. ხო და აი ამ კაცმა ეგიც დატოვა და თან კონცეფცია ჰქონდა რომ ელექტროლექსები. წარმოიდგინ. აი მე რო გავიცანი ირაკლი და მაშინ ჯერ კიდევ სკოლას ვამთავრებდი. ის რა ქვია, ვეფხის ტყავოსანზე უნდა და მახსოვს სულ ვეფხის ტყავოსნის ისე ადაპტირება თქვა მუსიკალურ ფონთან. რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები ყოფილიყო, მარტივად სმენადი, უფრო ხალხამდე მისულიყო. ანუ რა კაი იდეები ქონდა. ელექტროლექსების კონცეფცია აი იმ ალბომში გამოვიყენე და თავისივე ხმით. ისე ცალკე ლექსები რო გამოცე, ნეტა არა აქ აზრი? just ხმით წაკითხული სიჩუმეზე? ხო. ეგრეთ შეიძლება კი. ცოტა ესეთია რაღაცნაირი. შემზარავ, მართლა. მოიცა რამე ადევს მუსიკაზე? კი, მთელი ალბომი გავაკეთე. არა, იქ ალბომში არის გამოყენებული, მაგრამ როგორც ხდები, ლექსები უბრალოდ ჩაწერილი აუდიო. და ერთხელ ნამუშევარიც გავაკეთე, სხვათა შორის ესეთი დიდი სივრცე იყო, შედიოდი და შუა ამ სივრცეში იდგა ესეთი ძველებური ტელეფონი. თუ მოგინდებოდა ტელეფონს. აიღებდი, იქიდან მისი ხმა გესმოდა. სად გააკეთე? ეგ რაღაც არტ-ნამუშევარი წლის თავს დავამთხვიე ირაკლი. ეგ ძალიან მაგარია. თან ალბომის ის იყო ძირს მეფე წლის თავზე გამოვიდა, წარმოიდგინე და თან ეს just ერთი ნამუშევარი იყო ამ დიდ საგამოფენო სივრცეში შუა იმაზე, შავი ტელეფონი. მის მინეთ წიგნი გვიან დაეწია, მე თუ აღარ მახსოვს. წიგნი როგორ მოხდა ზუსტად გეტყვი, დავასაფლავეთ. მეორე დღეს იყო წიგნის პრეზენტაცია. ის აქვე ქვემოთ კოსტავაზე. ხო, ძალიან ძიმე იყო, თან და წავშულიყავი, თან არ ვიყავი კარგად. თან ბავშვი ვერ გავიგე წამეყვანა, არ წამეყვანა. აი რაღაც მოკლედ. რამხელა იყო ნანა? 2 წლინახევრის. ერთი ბეწო. ერთი ბეწო იყო. შენ რამდენი იყო მაშ პატარა იყო? მე 27 წლის დავკვრა. ხო და მე არ მახსოვს ის წიგნი საიდან მოხდა, შენგან მოხდა თუ ვიღაცისგან, მაგრამ რეალურად მაგით გავიცანი მე. ტიპი რომ ანუ შიგნით მაგის ემოციონალური ნაწილი თუნდაც არის, მაგრამ ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელია იმ დროის. იცი რა, ამ წიგნში არის რაღაც ისეთი იდეები წამოჭრილი და ზოგადად ისეთი ხედვები და ისეთი ყველაფრის მიუხედავად მაინც რაღაც გამოსავალიც არის რა და რაღაც ის ოლოდინი და იმედი. იცი როგორ სული ჩანს ყველაფერში. ძალიან მაგარი ნამუშევარია, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი მწერალი აგრეთვე ველბეკი, რაღაც მის თითქმის ყველაფერი მაგ წაკითხული, რაღაც პარალელებიც გამივლია. მაგრამ ირაკლისში კიდე სხვა რაღაცა, რაც სხვათა შორის ძალიან მინდა, ალბათ დროც დაჭირდება, რომ აი ეს კარგად კიდე მოხდეს ამის აღქმა და გააზრება. გააზრება რა. იმიტომ რომ ჩემზე ძალიან მეჯიგზე მოხდება მაგ პერიოდის ავტორებში. ძალიან ბევრჯერ მაქვს. აი ეს დასაწყისი რო არის ლოგინში ყოფნის და კაფკარო ნასკს ჭამს და რაღაცებს და სიგარის სუნიან. ანუ ძალიან ისეთ დეტალები აქვს რა, აი აღქმას რო გიღვიძებს ყველაფერს. ახლა თავჭრდილები ჩანს იქ ისინი ესენი. კარგი ინტერესად. მე სანამ ის გავიცანი რა ქვია, მე მგონი შიშიც არის მაგ სადღაცას გაელვებული. იმიტომ რომ
რამდენი ხანი მეგობრობთ და ამასთან სახში რომ მიდიოდი, კატა იყო და არასდროს არ ყავდა ნანახი შიში. უნდა შიში ერქვა და სუფარდის უკან სადღაც შემზრვალია. და თუ შიში გამოვიდო და ეს რაღაცა მოვლენა. ერთხელ მყავს გაელვებული, ეს ფარდიდან ფარდაში გაწო. ერთხელ ჩემბეკობარი იყო სახლში და იქონა ეს რა ქვია ნამუშევარი კი არა, სკულპტურა ეგოდა და კატა რომ გაინცრა გული გაუსკდა. და რა მაინტერესებს, რამე გაქვს ნამუშევარი, რაც არ გამოგიცია ირაკლის? არის სხვათა შორის რაღაცები, რაც არ გამოგვიცია არანაირად, მაგრამ შეიძლება კომპიუტერის ეს მაზერბორდი ხშირად შესაკეთებლად მიქონდა და იქიდან რაღაცების გაწევ-გაბოწევა ხდებოდა ფაილების. არის რაღაცები, აი ვიღაცებს აქვთ ატვირთული, მაგრამ ესე არ გამოცემულა. აი ბოლო რამდენიმე ტრეკი აბსოლუტურად განსხვავებული. დაუმთავრებელია? აი რაღაცნაირი ხო რა. იდეა ჩანახატივით არის? ან მეტი რომ არც სჭირდება, მაგრამ და აგინა მაგის დარეალიზება ეგეთი ჩანახატები. როგორ არა, მინდა უბრალოდ იმდენი რაღაცა ხო გასაკეთებელი, ხა მუშაობთ იმაზე, რომ კიდე მეორე ფირფიტაც გამოვიდეს აფრე. ისე რა შუაში ამასთან, მაგრამ იმ ჩარლი მენსონის ის ტრეკები რო ჩაგიგდეთ, ხო ჩანახატები არ არის დასრულებული ვერსიები, ხო? ნუ რაღაც მომენტში განსავრცობი არის რა. ხო, მაგრამ მე შეგიძლია უამრავ ვერსია გააკეთო. თუნდაც როგორც მაშინ არის ეს 11 წელს, ხო, რაღაცა გაუკეთეთ არანჟირება, რა. ხო, ძალიან კაი გამოვიდა. ეგ საინტერესო ალბომი იყო. ძალიან. რაღაცნაირად ეგ დაუსრულებლობებით თავისებურად ლამაზია. ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, არ ვიცი აქ თუ მაქვს მოყოლილი, მაგრამ პირველი ტრიბუტ ალბომი რო გაკეთდა, არ მახსოვს ასანიშვილმა თუ ვიღაცამ დამირეკა რომ ტრიბუტ ალბომს ვაკეთებთ და ბორისოველი მღერაშია. ხო და რამე სიმღერა არჩიო. ხა ჩემთვის ვიფიქრე რომ იასნია ხა პირველი ადამიანი არ ვარ ვისაც ურეკავს თქო და იასნია ბორისოვი წაღებულია თქო უკვე რა. და მეუნები რომ იასნია უდენმანკი აღარ არის მეთქი და რამე სხვა საურჩიო და არისო და როგორ გამიკვირდა იცი რომ პირველია გადაიტაცეს იმიტომ რომ იყო ჩემი საყვარელი სიმღერა რა და სიტყვებს რომ დაუკვირდა დღესაც როგორი ესეთია აქტუალურია ხახსოვს რამდენს ვღეროთ მაგას რაღაცა გადაცემებში რომ დავდიოდით არა მაგრამ რაღაც კონცერტის პრომოებს რო აკეთებდი მახსოვს აია მე ეს უნდა მიუძგეს საქმეს პრომოებით და ყველაფრით შეასწორებს რა მუსიკაზე მუშაობაზე დიდი кайფი რამეს მოაქვს მის მინდა შემოსავლის ნაწილში აქიდან ირაკლისგან რა ხდება თქვათ მითი საიდანაც არის შემოსავალი Spotify როგორ არის რაღაც სხვა შორის რასაც ვაკვირდები რაღაც სიმღერებში არის ხოლმე უფრო დიდი ბოთხოდა და თქვათ აი ძალიან ბევრი მოსმენა და ჩამოტვირთვა რაღაცებზე ნაკლებად და მაგას ვერ გაიგებ აი როდის რა სიმღერა ერთი შეხედვით ყველაზე ჰიტი რაც არის ხო ვიცით რაღაც ჰიტები თქვა გადმოცურავს ზღვას მენატრება უცებ შეიძლება ყველაზე მეტი მოსმენა ქონდეს ისტორიას მაგალითად სხვა ვერსიას და იცი რის თქმა მინდა ძალიან ბევრი სიმღერა რომელიც დარეალიზებული ალბომებში იყო შესული და მაინც არ არის ხოლმე ან ზოგი საერთოდ არ არის ხალხისთვის ცნობილი ხდები და ეს კარგია რომ კიდე პროცესი ყველაფერი წინ არის რა ხო და თვითონ მე მაინტერესებდა რამდენად აქვს ჩვენთვის ჩვენ რეალობაში ყველაზე პოპულარულ მომღერალს რა შემოსავალი აქვს ანუ მოსმენით არის ნორმალური ალბათ შემოსავალი რა ვიცი რა შეიძლება იყოს იმიტომ რომ ეს ხო მაინც ამ ჩვენ ქართულენოვან ემაზეა ანუ მასაზეა გათვლილი თან რეალურად რა მასა კარგად მოწამლა ალტერნატიული იდეებით ესე ქვია და ანუ ეგეთი მასიური მომღერალი ვინ ყავს ალტერნატივში გებიდან არავინ მოდი მომღერალი არ ვთქვათ მუსიკოსი თუ არტისტი ხო იმიტომ რომ მომღერლები არიან ხო სხვა ნუ გამომეკიდებ მაგაზე არა იმიტომ რომ იდეურად ძალიან ხო ბაზარი არა ხო და ანუ დაფასებული არის გამომშავებითაც მინდა ხო ეხა ამ ქვეყანას რაც შეუძლია ხდება მასშტაბიდან გამომდინარე ალბათ თორე ეხა იგივე ირაკლის კი არა შენს ნიკუშა რომ გეცხოვრა თქვათ ამერიკაში რომ დაბადებული ყავი და იმდენი მილიონი და 3 მილიონიც არ არის ხო ხო მაგრამ აქ ვართ და კარგად ვართ აქ ვართ და კარგად ვართ ხო და მე საერთოდ ყველაფერს როგორ უყურებ იცი ყველა მუსიკოს ვისაც
თუნდაც ერთი ტრეკი მაინც ისეთი აქვს, რომელიც დაგამახსოვრდება, გულით გევასება, უკვე ძალიან კაირია. რა თქმა უნდა. და ამ ჩვენ პატარა ქვეყანაში ახლა რა ვიცი, იმდენი მუსიკოსია, იმდენი კარგი მუსიკოსია, რომ ასწორებს რა. და რაც შეიძლება მეტად, აი ამ მე ცოტა ის მაგაზიანებს ხოლმე რომ რაღაცა მიმდინარეობა რო ტრენდი ხდება და მე ყველაფერი კალკირებული როა და ეს მიმბაძველობით დაკავებას რაც კაცობრიობის ისტორიაში სულ ეგრე იყო რაღაცა ძალიან კარგი რო გამოხდება განავითარო ხო ასწორებს და მაგაზე უნდა მაგრამ ვიღაცებს ისეთი გავლენა აქვს მძაფრი რომ იმას ბევრი იმეორებს მე და კარგს ნიშნავს რომ იმდენად მძაფრია ტიპი რომ ბევრმა გაამეორა მე გინდა მაგის ხმის მანერა აიღე და გინდა რაღაცა სხვა შემთხვევაში მაგარი არტისტები რა შვებია იცი აი რო გატრენდდება და სხვების რო იწყებენ ეს გაურბის მე სხვაგან მიდის და მე იქიდანაც სხვაგან მიდის ესეთი არის ცალხელზე ჩამოსათვლელი არტისტები მსოფლიოს მუსიკის ისტორიაში მაგრამ არიან რა რა თქმა უნდა ვინ გახსოვს ეგეთი ბიჭო აი ხა ჩემთვის ესეთი კარიერა როგორც ჰქონდა Radiohead-ს აი ტიპებს აი ესეთი არ ხა ნუ ტომიორკის ხმა არ ვერ გაიქცევი ვერაფერს არ უშვება თორე მუსიკალურად ესეთი ცვლილება რო განეცადოს არტისტს რიტმ სექციად вообще როგორი აქვს ხოლმე როგორი მე რამდენად ბენდები არის რომელიც შეიძლება მოწონდეს მაგრამ რა პირველი სიმღერა 40 წლის წინ დაწერილი რა ბოლო აი მაგალითად კი არაფერს არ ვერჩი მაგრამ YouTube არის ჩემთვის სულ ერთნაირი მესმის რასაც ამ ეგრე ისე შეიძლება ვთქვათ მაგრამ Underworld-იც ეგეთი არის შეჩი რითი დაიწყო Underworld არის პირველი ალბომი ყველაზე აი ჩემი ყველაზე საყვარელი და მე უცბად ეს ტექნოლოგია საყვარელი რა თვალსაზრისით ეგეთი ჟუსტი ეგეთი ხარისხიანი ყოველთვის საინტერესო რაც არ უნდა გააკეთონ Underworld-ის სიგიჟია ხდები რომელ ალბომზე ვიძახი 80-იანების პირველი ღერიან საერთოდ დენსთან ელექტრონიკასთან ახლოსაც არა ხო და მე რაც დაიწყეს ორივე ხო ის არის ჩემთვის ანუ ორივე ღმერთი ალბომია რა ისიც და მეორეც მე Boku Fish არის აი ჩემი საყვარელი ალბომი და ჟანრობრივად კიდე ნახე რა შესაქმეები ვიღაცები იწყებენ მაინც ასე თუ ისე ერთ ჟანრში მუსიკალურში ჩერდებიან ხოლმე ხვდებით ირაკლის ეს ჟანრობრივი ისიც არ ქონდა ამიტომ თქვა სახლის მის ალბომებზე თქვა აი რასაც თვითონ აკეთებდა და ერთად ვაკეთებდით იქ ზოგი თქვა ჟღერადობას დაუწუნებს ბაზარი არ არის ხა Sony Music-ში უკეთესად ჩაგწერეთ ხო არა ხო ხვდები ხა ლოგიკა მაგაშიც არის მაგრამ აი ამ გაიჩნია კიდე რა მუსიკალურ ემაში აკეთებ ამ შენ იმას რა ფაილებს რომელ პროგრამაში ის პროგრამაც რაღაც კი ბიძგებს და საერთოდ ჟანრობრივად საინტერესო იყო იმიტომ რომ ერთ ჟანრში ვერ მოაქცევდი მკაც და ეგ უკვე კარგია პრესი გახსოვს გადაცემა რო იყო მაესტროზე კარგი ჟურნალისტები იყვნენ და ირაკლი იყო რა და აი როგორ დავამახსოვრდა იცი და ერთ-ერთი ჟურნალისტი ეუბნება აი სახში ჩაწერილ ერთ-ერთ ალბომზე არ მახსოვს რომელი ალბომი იყო რომ იცი რაო ანუ იქ მოსულები იყვნენ კრიტიკისთვის რა და რომ ეს ალბომიო რაღაცა ვერ ჟღერსო ისეო რა რაღაცა ცუდი ბალანსი და საუნდ ინჟინერი ხო არ იყო ირაკლი ხო და მეთქი ხო მე თავს დავხრიდი და თავს გავემართლე და რა სამბობო ამაზე თვეები მუშაობდი რომ იმინა ეგეთი საუნდი ყოფილიყო და ბიჭო ეგრე იყო თუ არ იყო მეთქი საღოლ აი ტაში დაუკარი ეგეთი თავდაჯერებულობის რა მაღალი ის ქონდა თვით შეფასება ქონდა მაღალი აშკარად იმიტომ რომ ნუ ხა ობიექტურად არ არის სოფლიო სტანდარტის ჩანაწერი მაგრამ ტიპი ეგრე რო აღიქვავს ამას რომ ტიპმა ხო შენ გიჟი ხო არა ხარ ხო და აი მაგ ალბომზე იყო ის შები რაზეც ხო აი ეგეთი მჭახე ხო მაგაზე და მოგწონდა ხო და მოგწონდა და კაია ასწორებს ახლა შენ რო ერთ რაღაცაში აი მარტო პოსტ-პანკს რო უკრავენ თქვა და პეტი არაფერს იქ ამდენი ლავირების საშუალება გააქვს და უკვე ეგეც დასგასთან მუშაობას მე მომწონს არტისტები ვინც იცვლებიან პერმანენტ აი არ მინდა მილიონჯერ გავმეორდე მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი დედაბოძი ბიტლსი არის ზუსტად ეგეთი საიდან დაიწყეს და სად დამთავრდნენ და შუაში რეები გააკეთეს რა და მე ინდივიდუალურად წავიდა ხო ნუ მე ლენონის ხაზი მომწონს რა თქმა უნდა ხო
ხო, მაგრამ ანუ პირველი სიმღერა რა იყო და 5 წელიწადში вообще სხვა რაღაცა იყო. მათ შორის ხო. ხო და ზოგადად კაია, როცა ვითარდება ადამიანი და იცვლება რა და იმ კომფორტის ზონიდან თუ არ გახვედი, ვერ განვითარდები და კაია ეს. კომფორტის ზონა კი ძალიან კომფორტულია, მაგრამ ძალიან საშიშია. საშიშია. ეგ მე ხო გვიკვირს ხოლმე რა Coldplay-ის პირველ ალბომს ჩემს ასწორს ყველა უსმენდით რა სანამ შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან შეფოდა თქო არა ხო დღევანდელი რაც არის Coldplay ეგეთი არ იყო Coldplay რა ახალგაზრდებს ვუხსნი ხა მაგას რა და ნუ ისეთი პონტი იყო რა რაღაცა მაგრამ მალე უტყავდა რაღაც პირველი რო დაიწყეს რაღაც საშინელების დაკვრა ბიჭო მე ინგლისში ჩავედი that was old albums mix-აუდით და ტიპი გავიცანი კი არა ვინც მიქსავდა ჩვენ ალბომს იყო მაგ ალბომის პროდიუსერი მეთქი რა ამდენი ფული აქვს თქო რა შეჭirdება თუ ეს პაფსაში რატო წავიდნენ თქო და ბიჭო რაც მეტი ფული გაქვს მეტი ფული გჭirdება და ხილში შედიხარო რა და ის ალბომი თურმე მერაზეც ველაპარაკებოდი კიდე მაგარი იყო ეხლა სად არიან ვაფშე უკვე საშინელება არის რა აი უკიდურესი პაფსა არის რა ოღონდ თავის საქმეს შვება და ფული მოაქვს ფული მოაქვს მაგრამ არანაირი ფასეულობა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არა აქვს რა როგორც მუსიკას რა მაგრამ ნუ ის რაღაცა ხო ეს სერიოზულად ვერ აღიქვავდი ხან პირველ ალბომს მეორე ალბომს მაგრამ უსმენდით რა ესეთი იყო რა პესინგი იყო რა მოდი ცოტა იმაშიც რო გადავიდეთ რა ქვია ყვითელ ამბებშიც რო გადავიდეთ ლადოს და ირაკლის შე როგორ გახსოვს იმიტომ რომ ბევრი ვერსია არის, ლადოს თავის ვერსია აქვს, იმას თავის ვერსია აქვს, იმას თავის. მე რაც მახსოვს იყო ის, რომ ირაკლი რომ მეფე დაირქვა, უკვე მგონი აღარ ლაპარაკობდა, მაგრამ მანამდე დრამა იყო მანამდე. ოღონდ როგორ უყვარდათ იცი ერთმანეთი. ქალაქის ტელეფონზე გითხრა, ერთხელ საათს უყურებდი 8 საათი. არ გატყვი. 8 საათი გაუჩერებლად შეეძლოთ ლაპარაკი და გრძელი შტური ქონდა ირაკლის ტელეფონი კი დაათრა ბოლოს ან კივილი არ დავიწყე რომ მორჩიც უკვე ცუდად ვარ თქო 8 საათი შეეძლოთ ელაპარაკა ბიჭო არ არსებობს იმ პერიოდში soulmate-ები ლადოს რო უყვარდა ირაკლი და ირაკლის ლადო არც ეგეთი რეალურად გვერდში დგობა და პატივისცემა ის სადღაც შიგნიდან როგორც რა გიყვარს რა ეგ მომენტი შუ იყო და მე რაც მახსოვს საერთოდ რაღაც გაუგებრობა რაზე აი საიდან რა მოხდა საერთოდ შენი გაძვი იმიტომ რომ მე რაც მახსოვს ვიღაცები ყვებიან კარგი ის რა ქვია რაღაც პატარა რემონტივით წამოვიწყეთ იმ ჩვენ ბინაში და ლადო ამ დროს რეკავს რომ საღამოს ფართი უნდა იყოსო ჩემთანო და გამოდითო ხო თქვა იმედია მორჩება მალე ეს ყველაფერი და გამოვალთ მე ცოტა ხანში რეკავს გადავიფიქრე აღარ გაბოხვიდოთ ოკეი თქო აღარ გაბოვალთ ოღონდ აი თან მე გვეჩინებოდა და აი ესე მაგრამ ყველაფერს მე არ ვიცი ხო ნუ ვინ რას აბრალებს ის ანუ თავის ანუ რეალურად არავინ არის ის რა რეალურად ეგრე იყო რეალურად იმიტომ რომ ლადოს სხვა რაღაცას ყვება ხადურას სხვა რაღაცას ყვება ხადურამ რა ანუ არ რა იცის რაც ანუ ქვიყავი გამოდიო თან მაგის არა და მე მახსოვს ლადოს პარტიზე ვიყავი შენ და ირაკლი იყავით დავდიოდი ხოლმე და მანამდე ირაკლიმდაც მე ლადოს პარტიზე არ მიხვედით და ამიტომ მოხდა არა ჯერ მოდითო მე აღარ მოხვიდათ გადავიფიქრე ნუ იმიტომ რომ ალბათ დააგვიანეთ თუ რაღაცა და ოღონდ მე ვუთხარი რომ ხელოსანია წასასვლელი და მივაპირებდით მისვლას მაგრამ მე დაგვასწრო სანამ გავიწოდით აღარ მოხვიდათ თუ აღარ და აი იგი იყო ამ ხელოს სიყვარულის დანგრევის მიზეზი არ ვიცი ნუ არა ნიჭო წვრილმანები ეგეთი ხა ერთი კი არ იქნებოდა უამრავი ეგეთი სისულელე წვრილმანი და რაც მაგრამ რეალურად ეს იყო მე ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გავიგერა იქ. ანუ ეგ არის რომ ერთი კი არ არის, ერთი ფაქტი კი არ არის, მაგ დროს არის უამრავი წვრილმანი, ვაფშე შეჯიბრში რა დროს შედიხარ, მე და ამას ხო ქონდა რაღაც ბევრწლიანი ის ქონდა რაღაც ვერ ვლაპარაკობდით და მე რომ ვიფიქრე ბევრი მაღაზე მე ხომ მქონდა მაგის დრო, მე რომ მივხვდი არ არის რაღაცა ერთი ფაქტი, ორი ფაქტი, სამი ფაქტი, რაღაც ასაკში დაწყებული, აი შეჯიბრში შესვლა არის ადამიანების, რომელიც აღარ ითმობა და აი მაღაზე აშენდები ამ შეჯიბრზე, შემდეგსაც არ და მე შენდეს და მე აი კაცმა არის ის რეალურად ხელმოსაკიდი გასაბრაზებელი რა. მე კიდე სხვა ვერსია ვიცი, რომ ლადო ხო დაეხმარა თავისი ბენდით Swansong-ის ჩაწერაში და ალბომი რო გამოვიდაო ხო ეწერაო ლადო ბურდული გიტარა
არა და ლადო ამბობს რომ თლიანად ჩემი გაკეთებული არანჟირება არის. არა, ეგ ვერსია ერთ-ერთი გასვლა. ეს სიმღერები არსებობდა, ამ სიმღერების ჩანაწერები არის, რა თქმა უნდა, ცოტა დაბალი ხარისხის თბილისშიც ჩალიჩობდა მანგების ჩაწერას. ეს რეჩიტატივები იქნებოდა რაღაც გადმოცურავ ზღვას მე იქ არის დაწერილი, საერთოდ გადმოცურავ ზღვაზე არიცი თავში რაღაც წერილების დასტა მოხდა, მე წიგნად გამოვეცით, მაგრამ იქ არის მოყოლილი მაგალითად ვის დაუწერა, რა დროს დაიწერა გადმოცურავ ზღვას რაღაც. ეს სიმღერები იყო. არანჟირებაზე ხა ბენდი რო ვუშაობთ, ხო, რაღაც იქ ხდება, მაგრამ სიმღერა დაწერილია. ანუ როცა ამბობ მუსიკას ყავს ავტორი. არანჟირება ერთი და იგივე ჩემივე შემილა 10-ნაირი სხვადასხვა შმოტკა ჩავწვა, 10 სხვადასხვა არანჟირება გავუკეთო. ჩვენ დროს მაგას პროდიუსერი ქვია, მაშინ არიცოდნენ. ხო, და მაშინ არიცოდნენ და მუსიკა, კაი რა. არა. მოკლედ, არავის არ უკარგავდა. და არა მაგის მერე მაგამბების მერე არაერთხელ მინახი ხარ ლადოსთან. გიждდებოდნენ ერთმანეთზე გეუბნები, ანუ ეგ არისო არა. მე გეუბნების მაგის კვლევას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კაცმა არიცის რასში სად გაგრძელდა გააყონა. მე თავს დავზებ რომ ერთსაც და მეორესაც ძალიან უყვარდა. ეგ არის თავარი, მაგაზე მე მგონი. შენი ხარ არ ვიცი თუ ეგ უნდა იყოს თავარი მესიჯი ამ ლაპარაკის. უყვარდათ ერთმანეთი და დღესაც რა ვიცი, ლადოზე ვიდბებრაბე რო თქვას პირველი მე მიტყდება, მართლა მიტყდება. თვითონაც იგივეს ამბობს, რომ ან მიუხედავად ყველაფერს უწყენები იყო, ჩემი ძმა არის, ანუ დღემდეო საკლია ძმა ვარ ყავს. ლადო საბოლოო ჯამში თან არ არის ბოროტი ადამიანი. შეიძლება. არა, ლადო. ხო, და ამიტომ ყველას ფერს ვხედავთ და ვაფასებ. კი, და ყველას თავისი ადგილი. და დადასთან რა ურთიერთობა ქონდა? და გიждდებოდა ირაკლიზე, მოკლედ ირაკლი მაშინ ჩავიდა ლონდონში რა. თავში მოუყვარე რაღაცა. რა თქმა უნდა. ანუ ირაკლი რო წავიდა იქ ინგლისში სერიოზული საქმე ქონდა. საქმე როგორი? უნდა შეეკრა იქ ბენდი და ტელმა ჰოლტი, რომელიც იყო პროდიუსერი, ქალი და ყველაზე კარგი ჰქონდა კონტაქტები, რომელმაც რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურვა თავის დროზე ევროპისთვის, ასე ვთქვათ, ყველასთვის მოსაღები რო გახადა, ტელმა ჰოლტის წვლილი იყო. მოკლედ, ტელმას გამხურებელ ჯგუფად ვისთან უნდა ჩაეშვა, აბა ირაკლი. აბა თუ გამოიცნო. აი შენ უნდა გამოიცნო. აი ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? ვინ გიყვარს ყველაზე მეტად მუსიკოსებისგან? დღეს ვილაპარაკეთ მაგაზე? ხო. Radiohead-ზე ელაპარაკი. ირაკლი არის წასული, ანუ დადასთან, ანუ ლონდონიდან ჩავიდა ლივერპულში და იქ რაღაცები გააკეთეს, მაგრამ მთელი მუღამი არის იმაში, დადა მაშინ მუშაობდა სადღაც, ანუ მუსიკით ნაკლებად იყო მოკლედ დაკავებული რა. ხო და იქ კიდე ვიღაცები გააძრო მუსიკოსები ირაკლი დაგეგმილი იყო ეს რაღაცა ტური. და რა მოხდა? ბოლო წუთს უთხრა დადა მოვარ. და ეს კაცი დარჩა სახტად. იმიტომ რომ თვითონაც ხვდებოდა რომ მაგარი შანსი გაიმაზა. Radiohead-ის გამხურებელი ჯგუფი. ანუ ეს ერთი კონცერტი არა, ერთ კონცერტზე არის ლაპარაკი. ესე მოხდა. დადას ბაზზე უნდა დაეკრა? უნდა დაეკრა და თუ არ უკრავდა ეგეც ეთქვა და რამესიზა და ბოლო წუთს მოხდა ეგ. სცენა არ უნდა დამოკლეთ ესე პირდაპირ და სცენა არ უნდა და ეგეც მესმის არის პერიოდი. და იყო ძალიან თავისებური კაცი. მოკლედ ეგეთი რაღაც მოხდა და ირაკლი იყო სახტად დარჩენილი, ნუ ხვდებოდა რომ მაგარი რაღაც გამაზა და თავის დროზე Radiohead-ი ვისი გამხურებელი იყო, ხო იცი? არიემის, თავში ყველას გურუ რო ეგ კაცია, ხო იცი? გიждდები, ვაი მე რა. ძალიან იშვიათად ვახსენებთ, რატოღაც არის შემსაყვარებელი. ეგ არის, აი რა ვიცი. იმ დღეს რო ბაზრობდით ალტერნატიულ ეგ არის მამათ მამა. ეგ არის მამა და ყველაზე მამა რა, პერიოდი და. კობენის ძმაკაცი იყო და ძალიან გურუ იყო. ძმაკაციც არის. ხო, უფრო გურუ იყო, ვიდრე ძმაკაცი. ხო.
ეხა მეწყინა რომ იმ დღეს რო ბაზრობთ 90-იანების იმაზე ალტ მუსიკაზე რო არ ვახსენეთ არის. იცი რა არის? ჩვენ რაზეც ლაპარაკობდით, აი უფრო გრანჟზე ლაპარაკობდით. არიან ცალკე მდგომი არის რა. არაფერში არავინ არ ყველას ეხება. მოვედმოვედეთ იქ ნიკეივიჩ ვახსენით ის. ხო, მაგრამ მაინც აი არიან ნიკეივის კონცერტზე რო არ ვარ ნამყოფი ნერვები მიშა. აუ, ბილეთები მქონა ნაყიდი და ვერ წავედით ახლა. ბერლინში და Radiohead-ის ბასისტი ყავს. გვაჯი მითხრა იყო. აი, კონცერტზე ქონდა ბილეთი ნაყიდი რა. აფსუს რა გამაზე, თან რა სივრცე იყო. აუ, რა მაგარი დარბაზი იყო, ხო. დარბაზი კი არა ის, ამფითეატრი. აი, როგორიც უნდა იყოს. აუ, მაგარი. აი, მაგაზე მიდაწეს. სიქიშა. არა, კიდე იქნება. ხო და ეხა ეგ როგორ რაღაც მოვყევი, მიხვდი? ხო, ნუ და მაგის მერე გაუფუჭდა ურთიერთობა. არა, არ გაფუჭებიათ ურთიერთობა, უბრალოდ ის პერიოდი სანამ ირაკლი იქ იყო ეგ რომ და იქნათ ეგ გაიმაზა, მე რაღაც მომენტში ირაკლი ნუ ისაც აპირებდა თბილისში. მე დამეხვებოდა რაღაცებს. ძიმკა მაგ დროს იყო ჩამოსული და რაც აქ არ მოიყოლება. ვიცი. მოყვაძიმამ რა არ მოიყოლება. იმის აბებს რო სვავდნენ ფეხბურთის რაღაცებს. ესენი ხო ხტები ხო ორი რახოძით ჩავდნენ ძიმკა და ირაკლი იქ და ის არაძლევდა იმებს რა ქვია პონტის იმებს რა სად რაღაცები და სადღაც ისეთ ადგილებში წასულან ძიმკა და ირაკლი თავ გადაყარსული არ ფაშისტებთან და ჩხუბები და სიგიჟეები ხო მაგრამ ახსოვს ირაკლის გარკვეული წვლილი არის იმაში უთხრა დადას ხა აქ ლონდონში მაინც გადადიო აქ რა გინდა ბიჭო გამოშტერდა მე გადავიდა ლონდონში და კაიცქნა რა. კი. მუსიკალურადაც უფრო ის. კი, იქ ძალიან ისეთი კომენტი არაკეთებდა. ლივერპულში არაკეთებდა მუსიკა. თითოთ არა. ლონდონში უკვე სტუდია ქონდა რა. ო, აბა რა. ხოდა ხე იმაზე კიდე მეორედ დამწყდა გული ის ისტორია რომ მოგიყევი ამ ინგლისზე და ამ ტურზე და ტურში წასვლაზე და რაღაცა. ეგ ანუ ხომარ დადა როგორ იყო გადამწყვეტი ფაქტორი? გადამწყვეტი რა ბოლო მომენტში უარის თქვა ნიშნავს რომ გადამწყვეტი ფაქტორი ხარ, იმიტომ რომ თუ თქვა ამბობ რომ მოვიფიქრებ და რაღაცა გაიცნობდა კიდე ვიღაცა. ხო, მაგას ვთქვი. და ვინმეს რას ვეღარ გავიგეთ. ეგ რომელი წელი? ეგ იყო 97-ში წავიდა ირაკლი მარტში. ოკეი, კომპიუტერის დროა. წარმოგიდგენია რა დრო. და ხო. მაგაი ფურჩქნაში. ისე ჩემი საყვარელი ალბომი ალბათ ეგ არის დასაწყისი. ოკეი, კომპიუტერი. მე მისიც მიყვარს ეს რა ქვია. ტომიორკის სეკვადრო შემოდის უკვე კლიპებში კიდე უფრო ინტენსიურად ეს ბოლო პერიოდი ცალკე პროექტებიც ძალიან. ერეიზერი არის ძალიან მაგარი ალბომი. ძალიან მაგარი. ეხლა რას უსმენ? ძალიან ვიცი როგორი კითხვა არის ძალიან. ხო, რა ვიცი, მაგრამ დღეს რას უსმენ? რა თორე ეხლა რას უსმენ? დღეს გეტყვი. ან ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე. ტრიკის რატომაც უსმენ და რაღაც აი ეს ხოდი მომწონს ეს low tempo და რაღაც. კაი ხანია ბლოუბექის მერე არ მომისმენია რაღაცებს მაინც აი ძველ რაღაცებს მაინც უსმენ ხოლმე და სიამოვნებს კიდე ვუსმენ რა ვიცი ვაფშე ახალ ტიპებსაც ვიღაც რეპერებს ქართველებს ხათაშორის ხშირად ძალიან მაქვს ხოლმე ადრე ბექა კუნდალინათ მოხსენიებული ახლა ნიმიტა ქვია რაღაც ტრეკები ნიმიტა მაგის რაღაცა ტრეკები არის, რაც მართლა ძალიან მომწონს და უსმენ ხოლმე. რა ვიცი, ბევრი რაღაცას უსმენ, სხვადასხვა. ისე ახალი არ მაქვს მოსმენ, კუნდალინი რაც იყო მომწონდა. აი, იყო და თან ცოტა დაუფასებლად დარჩა ეგ ბიჭიც. მე ესე. რა გააფასებთ რაგი? არა, ხომ არა, ის მასიურად გააზრებული არა. ხო, და ყველაფერს დრო ჭირდება, იცი? დრო ჭირდება. და მართლა მაგარი მუსიკოსები. ხო და ეხლა თანამედროვეობაში ამ ბოლო 5-7 წლებში ვინმე და მაგას გეუბნები კუნდალინი მომწონს. არა, ეხლა ბოლო წლების თქო, კაცო, კუნდალინი არის სადღაც 2000 ბოლო წლების კუნდალინიც მოისმინია, აბა როგორია, მაგას გეუბნები. მაგრამ ეხლა ამ ფორმატში ყველაზე მეტად 1-2 ტრეკი იყო ჩემი საყვარელი, გაგეცინებათ და ჩემი შვილის. და ჰაიდა.
ყველაფერი დააჰაიდა ყველაფერი და საერთოდ თქვენი შენი შვილის ერთ ტრეკი მე გავაკეთე ერთი შენ გააკეთე და ეხა ის რაღაც რუბრიკა არის სონია მეუბნებოდა და იმისთვის მოიფიქრე რა ხო და მინდოდა გულით მინდოდა ნანას რო დაურეკოთ და სამივე რო თხოვოთ ნანას და თხოვე ეხლა რო დაურეკოთ რო თხოვოთ სამივე ჰერიოს რუბრიკისთვის გვინდა რომ ჩავრთოთ შენი ტრეკი თქო შეგიძლია რომ სპიკერზე ჩაურეკო შევა მომყვას იმიტომ გავაფრთხილე უთხარი რომ აი რუბრიკისთვის რაღაცის მოფიქრებას და ტვინის შყლეტვას მართლა მინდა შენი მართლა სიგიჟემდე მომწონს არ არის წდომა მაგასაკშია აი ცოტათი ჩახოვული აქვს თავისთავი იცი რა უბრალოდ აღარ არ მოწონს ალბათ არ მოწონს ხა ის წარმოი სკაიპის მიკროფონით უხარისხოთ არის ურევერო თუ იპისეთ მაგრამ იდეურად იმდენად მაგარია უკვე დიდი გოგო. ნუ რამდენი ხანი? არ მინდა ხაზგასმა მისი ასე. აი, მაგრამ ნუ აი იმაში გადის ახლა გარდატეხაში. ან მენტალური გარდატეხები მე ძალიან მძიმე მქონდა მაგარია. სულ გვაქვს მენტალური გარდატეხები. არა, აუცილებელი გარდატეხება შეიძლება არ მოწონს ეს ტრეკი კაცო. მაგრამ მე კიდე ისე გულით მომწონს. ეს გეუბნები რაც კაი იყო, ისიც არ მომწონდა. ისე დამწყდა გული, სადმე მაინც რამე ჩამომეტვირთა მომესწრო. აი, მართლა იცი. აი, მაშინ რამე სხვა მოგვასმენია ჰარიოში. ხოდა ბაში ჩვენს მოგასვედებთ რაც არავით არ იცის ოკეი ისე რომ არ დავსტრაიკდებით ან YouTube-ი არ დაგვაგარიმებს არა სადდევს იცი რა ოლივერი კეტატო ესე აკრიფე კეტატო აკრიფე და YouTube-ზე გონი YouTube-ზე არის ოლივერი კეტატო ხო არავინ არ იცის და ძალიან მე ვარ რა ნუ რაღაცნაირი სიმღერაა ჩემს დარც წაიღებს ოლივერი, თელ დარც წაიღებს ჩემს. ჩვენ დარც წაიღებს ოლივერი, ჩვენს დარც წაიღებს მთელს. იწყება ყოველ ხუთწუთში ერთხელ მოვლითი, მაჩვაჯუნების შემოტევას რომ გავს ისეთი. უამრავი პატარა არსებას ფეხის ბალკონით, შეძახილებით და კივილით გაჯერებული ხმა თანდათან ახლოვდება. კულმინაციურ დეციბელს აღწევს, რადგან იმდენად ძლიერდება, რომ ყურებიდან სისხლდენა იწყება და ნაუნელა გადის. ოღონდ არა ბოლომდე, რადგან ტკივილის თუნდაც რამდენიმე წამით გახანგრძლივება გულს გაგიჩერებს. რომ არა ის დაფეიდაუდება, ხელახლა ხოლმე მიუახლოვდებით ტკივილის პიკს და ზოგჯერ გადაასწრებ კიდეც. ყველაფერი ჩვენს შესაძლებლობებზეა. გამძლეობაზეა გათვლილი და ჩემს დარც წაიღებს ოლივერი, თელ დარც წაიღებს ჩემს. შენი ლექსია? ოლივერი ვინა? ოლივერ ტვისტის. ოლივერი ჩვენი ოლივერი. განოცხადებული ჩემს დარც წაიღებს ისიც არ მახსოვს ვინ ვარ მე აუახლოდები უფრო მეც შენზე სიზმრებს უდროობაში შეგხვდები შენ ყოველთვის გიცნობ გამიმხელმეც აღარ ვართ მარტო არასდროს ჩვენ აუახლოდებით თეთრმაზე ჩემს დარც წაიღებს ოლივერი, თელ დარც წაიღებს ჩემს. ჩვენ დარც წაიღებს ოლივერი, თელ დარც წაიღებს ჩვენს. ფიქრი ფიქს ცვლის, ფიქრი ფიქს, სვინალი განოწყვეტილი. ისიც არ მახსოვს ვინ ვარ მე უახლოვდები უფრო მეც შენზე მეც ჩემზე მეც თეთრზეც უდროობაში შეგხვდები შენ ყოველთვის გიცნობ გამიმხელმეც აღარ ვართ მარტო მე და შენ
უახლოდებით სიზმრებს მომავალში კარგი საქმის გაკეთების სურვილით შეპყრობილი ქალი ქუსქუსებს სამზარეულოში ჩემს დარც წაიღებს ოლივერი დარც წაიღებს ოლივერი რა პერსონაჟია? დარც წაიღებს გამოგონი ჩვენ გამოგონი რა არის? გამოგონი და ვინმე რეალურ ტიპზე ყერი? ის პერსონაჟი გახსოვთ იმის შლანდორფის ჟისტინოი ბარაბანში ოლივერი რო არის? პატარა რო ყვირის და გახსოვს? და ბენდი ვინ არის? იცი რა, ეს ჩემმა მეგობრებმა მომწეს ეს მინუსი. უბრალოდ გქონდათ ინგლისურენოვანი ტექსტი და ქართულ ტექსტებს ვერ წერთო იქნებ შენო და მე გამომივიდა სულ სხვა სიმღერა მერე. ანუ იმ აკორდებზე ვაფშე სხვანაირად წამიღო რა და მე ხო სხვის სიმღერებს ვერც ვიმახსოვრებ, ვერც ვღერი მიჭირს და რაღაც გამოვიდა ესეთი ოლივერი. ეს გქონდა თუ ამ სიმღერისთვის დაწერა? არა, ეს პირდაპირ მომივიდა და მე რატოღაც მიუძღვენი ბულას. მე თან მომწონს აი ეს კონცეფცია ხარ ვიცი რამდენად სწორად გადმოცემ, მაგრამ აი ოლივერზე რო გაკდა არანაირად რო არ ხსნი ამას. მეც მომდის ხოლმე რაღაც ან სახელი ან რაღაცა სიტყვა რომელიც აი ბუნებრივი არის რა და ხალხი რო ინტერესდება და შენ რო შიგნით რაღაც პასუხი გაქვს, მაგრამ სიტყვებით რო გადმოცე უკვე აღარ იქნება საინტერესო. ვერც გადმოცე. და ვინმე არის ისე მეც მაქონე აკვიატება რაღაც პერსონაჟზე ჩავიკეტებ, მაგალითად ჟენევევა ბარბანტელი არის ეგეთი რაღაც თავისი ის ლეგენდა აქვს, რომ ქმარმა გააგდო სახე და შენ მოიგონე. არა, მაგ რაღაც პროსში შემხვდა რაღაც რომელიღაც ნაწილში ყვება ამ ქალის ისტორიას რა, ის ლეგენდას და ისე ჩამჩა რომ მე ეს ჟენევევა ავიკიდე და სადღაც მერქვა და რაღაც იმაზე რა TikTok-ზე და რაღაცებზე და მე ესე მაქონე აკვიატება ვისე ვიღაც პერსონაჟის ისტორია გამისწორდება და მე რაღაც მაგითი ხო იცი რო აცოცხლებ შენით რა შენ რო დაათრა მაგის სახელს თუნდაც მე მგონი ეგ ოლივერიც საიდანღაც ეგრე ყავდა მოყვანილი და მინდა რომ ვიღაცას გავატარო და ეს არის ოლივერი კი ძა აი ცა კლასიკური გაგებით ეს სონგი არ არის სწორი პოეზია არის რა ხა აი შენ ხარ ხო მე ვარ აი თავისით მოვიდა პირდაპირ ეს თამაშუნ თქვა ზემოდის ხო ეგეთი რაღაცა ხო ხოდა ეს არავინ არ იცის თითქმის და ამიტომ მაშინ ეს და თორე ისე მინდოდა ნანას ეს მოგვეშმინა აპირომელია ეს ან მე ამ სიმღერას იმასაც ვეძახდი მელიამ გელიას მაგრამ ნუ არ არის ფიზიკურად რაღაცა მომდება და გამოცემ გაუხაჩოთ მე და შენ აუ წესით კი ბიჭო ხო ხტები ვაფშე მაგრამ შენ გაგუპრო პატარებს ამ ურთიერთობა რა შედის ეთი ბებერი ბებერი არა ნუ აი ხო შედის ნუ რედ ფლანგები არის ხოდა რაღაც ეტაპზე მომდება რა და გამოაცხოს უკან რა ეგრე რამდენიმე აიღო ჩვენმა მეგობრებმაც რადანამ რო უცბად დააჰაიდა ყველა თავის ტრეკი და ბოლოს კიდე კაი ანაბეჟს ჰქონდა ის კომპილაციაში ის როდრიგესის ის და თორე რამდენს ეხერხება უცბად ჩატეხვა თავის თავს რა სიგიჟეა ნუ რაღაც პერიოდები აქვს სხვებს არ უწევენ ანგარიშ ვისაც აი მართლა მაგაზე ვბრაზდები რომ სხვებს ძალიან უყვართ თქვა და შენ რო რაღაც არ ხარ იმპერიებში კონდიციურად უცბად წაშლი ყველა თავში მაგისია რა არა ხო მიმაჩვია და მაგრამ ორივე მხარეს მესმის ხო ჩემიც გესმის მესმის ამიტომ ოლივერს მოусმინეთ და არა ოლივერი ძალიან საყვარელია ისა ნანა რა იმითი არის რა სახელით ოპერირებდა artist name ნანა just ნანა ჩარკვიანი რა ვიცი ნანა ძალიან საყვარელი იყო მაშინ კი ბევრად პატარა იქნებოდა ბევრი წლის წინ იყო ეს ირაკლის სიმღერა ის არანჟირება რო გაუკეთე რა ხო ეგ თან რთულია ეგ საქართველოს საერთოდ ხო მაგრამ საკაიფოდ გაართვა თავი და მაგრა ვიმუშავეთ მაგრა რო იმუშავეთ შედეგმაც არ დააყოვნა მშვენი მეც რომელი მიყვარს ტრეკი ირაკლის არ მახსოვს დრო ქვია მე მგონი სიტყვებსაც დაიღე გაგეცახე ხო კი არა ძალიან სერიოზული ძალიან nice
ეხანდელი პროექტი რაც გაქვს შენ და ანიჩკას ეხლა გვაქვს ბუკიდან აღარეთ ტყუილ დავიწყე ესე იგი მე მყავდა ბენდი გავიცანი ძალიან კაი ბიჭები მე ანას ესე შორიდან ვიცნობდი მაგრამ დედაენაში მახსოვს რაღაცას აბა მანგო ვიმღეროთ თქო თუ რაღაც მანგოს ეს ისინი ფრაზები შევაგდე და ესე კარგად აიტაცა ჩვენ აქე ჩვენთვის ვერთობოდით და მე ვუთხარი მოდი ბარემ რეპეტიციაზე თქო ერთი სიმღერა ჩავცადოთ მანგო ვცადოთ თქო და ცადეთ მანგო და მე რაღაც კონცერტი იყო და ურეპეტიციოდ ამ კონცერტში ისეთი ორგანული იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რომ ბარემ ვიყოთ თქო ბარემ ანუ უკვე ბენდი ხართ ხო? ბენდი ვართ ხო და თან აი ძალიან რაღაცნაირად ვაბალანსებთ ერთმანეთს და რაღაც სტიმული ვართ ერთმანეთისთვის მე შეაღვქვა ყოველ შემთხვევაში და რაღაც სულ ისეთი დროა რა რომ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და ჩვენი სათქმულის მაქსიმალურად ისე ვთქვათ რა თქვენმა დუომ მაგრა გამაძლიერეთ დაბადების დღეზე დაკარგული რომ დავიარებოდი გახსოვს სადაც ლევჩი გადაგეყარეთ კი მახსოვს გაგაძლიერეთ ძალიან კაი დაბადების დღე იყო ის ეკოსტა დავიმალე გავიქეცი მარტო საერთოდ ყველასგან და ბორიალე კლუბებში დავუბრუნდი და ეს გადამეყარა ორი ეს და სულ და რეალურად ეს ეხლა წელს თქვენ გადამიხადეთ დაბადების დიახ ხო და რა ვიცი, უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი რითიც შეგვიძლია და ეხლა გვაქვს ვაპირებთ ჩანაწერი სტუდიური გავაკეთოთ. რაზეც მე კლიპსაც გადავიღებ ძალიან მალე. ვიზუალურ აი ამ რაღაცეებში გვანცაბ მეხმარება ძალიან ჭიშკარიანი და ნელა რაღაც მასალასაც დავდებ. სამი ქალი შეიკარით. ესე გამოვიდა სამი ქალი. კაცების არ გვიშინია. არც ერთს. ბატონში. არა ისე ქალები. ხაზგასმარ ვარ მოხდეს მაგაზე არც კაცების გვიშინია. ხო ქალებს ისეთი მამალი ქალი გულისხმობს სამივე. ეგეც სექსისტურიაც ვერ. ხო და ვერ ხვდებიან არ შევით. რა არის სექსისტური? კომპლიმენტად უნდა არა, შენ თუ განზრახვას ვერ ხვდები ახლა, რა ვიცი. ძლიერი ქალი უნდა თქო. ძლიერი. აი, ახლა შენ ვერ ხვდები რა დავიჯერო, ვერ ხვდები მე რას გულისხმობ, მაგრამ თვითონ ისა ტერმინი, ანუ მარტო ამაზე კი არ არის ზოგადად ხალხი ესე აღიქოვს. არ მაინტერესებს ხალხი როგორ აღიქოვს. ხალხი ვინც გვიყურებს, მე მგონია რომ ხვდება მე სად ვარ დაახლოებით და რას გულისხმობ და რა რა ადგილიდან მოდი. ისი რა ნაწილში მოდის სექსში რომ კაცთან ან უბრალოდ სიტყვებზე მეკიდები და შარზე ხარ? არა, ეგ თავის თავად ვიღაცა ისე აღიქოვს, ვიღაცა ისე აღიქოვს. არ ვარ მართალი. აი, უკვე წარმოგეკიდეთ და სხვები აღარ წარმოგეკიდებიან. შენც მართალი ხარ. მადლობა. სამი მამალი ქალი. სამი მამალი ქალი. სექსისტური კი არა, იმ დღეს ყველაზე მაგარი იყო. მოყვე სტორი რო დავდეთ. ეს ხო ნერვიულობს რომ ამე სექსისტურად არ გამოდროს და იმ დღეს სტორის ვებს ჭამთ რა და ეს მეკითხები ჩანგალი გინდაო და ჩანგალი რა ქალი ვარ თქო და მე არ დამიდი ამანდ ხო მაგრამ აი გამგები ხო გაიგებს რომ რაღაცა სისულელეს ვღადაობ ხა ჭამ ხო მაგრამ თუნდაც შარი ყველაფერი ასაგები თუნდაც მომდებენ მაგრამ რა ის სექსიზმი და მე ვაფშე ახლოს როგორც გოგამ თქვა ძალიან კარგად და მოუპარე ჩემზე პატკაბლუშნიკის თემა. მოკლედ. ხო. ჟორჩები. კიდე რა ხდება ჩვენს? კიდე მოყვე რამე ცუდია. ბარე. იმ დღეს. კიდე გარშემო რა ხდება? გარშემო რა ვიცი, მინდა რომ ყველა იყოს ჯამრთელად პირველ ყოვლისა, ყველანაირ სიმჯამრთელს გულისხმობ. მენტალურიც და ფიზიკურიც. რა თქმა უნდა, ერთი მეორის გარეშე არ გამოდის. ხო. არ გამოდის ერთი მეორის გარეშე და რა ვიცი. ერთი ამოსუნთქვა გვინდა ყველას კარგი რა. აი რაღაც გარშემო ამ
გართულებული რეალობის გარშემო, რომ ყველა მართლა მოისურვოს. და მე რაც უფრო გართულებულია ხოლმე რეალობა, მით უფრო საინტერესოა მუსიკის. იმ არა იღლები თან, ბინარია, ფსიქიურად, მენტალურად. კი, მაგრამ შენს იმ ფუნქციასაც უფრო კარგად ხედავ რა. რა თქმა უნდა, სადაც ჩვენი ომები გვაქვს მოსაგები ჩვენ თავთან და მე ეს უკვე რითიც შეგიძლია ცოტა ზედა ვიბრაციაზე აწიო სხვა ადამიანი, ჯერ შენ უნდა აიწიო, მე სხვაც აწიო და ესე ხდება დამთხევა რა. ხასეულობების რაღაცეების და გასატანი გვაქვს რა ჩვენი თავები, ჩვენი ქვეყანა. ჯერ კიდევ. აი ზოგჯერ როგორ პესიმისტურად უყურებ ყველაფერს, რომ ისე ცოტანი ვარ და 50 წელიწადში შეიძლება საერთოდ ქართული ენაც აღარ არსებობდეს, ესე თუ გაგრძელდა, არ ვიცი. ისეთი საშიშროებები იყო ისტორიის მანძილზე, რომ მაგრამ ეხლა ხო ყველაფერი აჩქარებულია. შეხ ყველაფერი ძალიან აჩქარებულია. არა, მაგას ეხლა მე ვერ ხედავში რა სიძახი, მაგრამ ის რომ დიდი ხანი პაუზდებით, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. გადაუგვარდებით საერთოდ. არა, მე რას ვამბობ. ფიზიკურად ანუ სიკვდილიანობა უფრო მეტია, ვიდრე შობადობა და აღარ იქნებით ბაცოტა. გააჩინე შვილი შევირო. ხო, თორე. აი, აგერ ორი შვილო. სწორი იქნებიან სომხები მერეს. აუ, ისე რა აი მამალი სომეხი აგერ გვიზის. მე ვარ სომეხი და სამი შვილი მყავს და მაგას გულისხმობთ. ეს ინჩეს. მე ძალიან დაგაწყ. მინდი აბა. ხსხილ. დავაი მე ერთად. მაგრამ პრინციპ შენ შეგიძლია 4 ერთდროულად ქნა რა პრობლემაა. 4 არა იმენ ტყუპებად უნდა და. და მე ვარ სექსისტი. მე ვაფშე არ ვარ იგით რაღაცეებში გამორჩეული ხო. მე მამალიც ყოფილ ვარ. შენ იმინა მამალი ხარ. გოგეშია ყველაფერი არჩევა. დარჩეს. არა მოჭრა და გადამრიოთ ეხლა ეს იმედი ხარ ჩემმა რა. პრომოში ჩასვიბ ახლა რომბოს შეხარ მამალი. მე მოვითხოვ მაგას. დამცხა. დაქსა, ხო. ბათუმში თუ მოხდებით კონცერტი მექნება. როდის? 10 აგვისტოს. მაგდენი არ მაგ გათვლილი ჯერ. მაგდენი ხო. ჯერ არ ვიცი ხო, მაგ. თუ მოხდებით გამისწორდეთ. 10-ში? ხო. სად? ბულვარში. რა კარგი. იცი რა ვიფიქრე? ვერ შევაღებინეთ ეს ვერავის. არა, კერავი რო გავაძროთ, რომ შეგვიკეროს ტანსაცმელი. ხო და მიანკა შევთავაზ უბრალოდ აღარ გამიხსენებია მეორეჯერ და უნდა ისქნა რა გავახსენე. სამი შეხება გქონდა. გვინდა რომ შევღებოთ, დიდი ხანია გვიდოს ესეთი. რა არა, ჩვენ არავინ მე არტისტმა აი კარგად არტისტმა რომ თლიანად რომ რაღაც შეგვიღებთ. გასაღებავი. მოკლედ სეინტ ანკა შეგვირდა ანკა შეგვირდა. აქვე შეგიღებავდით წამებში. დღეს გავახსენებ თუ გამახსენებ. მე როგორც მღებავს თუ მენდობოდით წამებში შეგიღებ. მღებავი, რამე შემიღება. ცხოვრებას შეგიღება. ცხოვრება გამიფერანი. ისე ერთ ფერზე რომ მოვედით ორივე. რინავი მღებავი. ორი ქერა წიწილი. შენ ქერათ ვერ აღიქო. აუ რა ქნა მეც ვერ აღიქო ქერათ. არ ვარ ქერა რანაირ ქერა. აი შენი შარმი მიყვარს. მაგრამ ბევრად გაშარმებული ხარ იმასთან შედარებით რამოდენია ხო გახსოვს სურათები რო გავაძრე. ეხა მაგ ისეთი სუნიანი შარმი მაგ ძაფრი. ტესტოსტერონი. ვერ ვიტყოდი რომ ტესტოსტერონის ხარჯზე არის. პირიქით ფენბოისკენ დავედი სადღაც უფრო მეგონა. მაგრამ ის შენ როგორ შეიძლება ხალ. მე დამქვია რა იმაში მომიაზრებ რა ენერგეტიკა ვარ. რო რაღაც მასკულინური ფენბოი. ფისო ხარჯზე. ფისო ვარ. ხო. პატარა ფისო. პატარა ფისო. ძაღლი ფისო. არ არის ფისო ენერგია. არაფერი არ ამოჭრათ დღევანდელი გადაცემიდან. მე მგონი ძალიან კარგი იყო. მე მგონი. მე ძალიან ვისიამოვნე. მეც ვისიამოვნე. მადლობა რომ გადმოგვისეირნე. ხო. აუ ისე რა კაი იყო აქვე რო ხარ თან აი ისე ჯამა ასე. ო, კაი. ყველაფერი ახლოს არის. მე რეპეტიციიდან ამოვედი ახლა. ხო, თქვენ რეპეტიცია.
რა მაგარი რამე ახალს აკეთებს? ეხა მობის ეს რო გავა უკვე დაკრული გვექნება. მობის ვახურებთ. რამდენი ტრეკით? 45 წუთი უკრავს. ვაუ. რა რიცხვია? კი, კარგია, მაგრამ თან ხო ხდება ის ხალხი მოსულია მობიზე და ვაფშე აზზე ნახევარი აზზე არ არის ვინ ხარ და ხო და როგორი ტრეკები უნდა შეერჩი? ხოდიანებს უკრავს მისმინე, ისა რა ქვია? როდის არის რიცხვი? ეხა თვის ბოლოს. ივლის. სად არის? რუსთავში. ხო, კაი, გზატკეცილზე. გზატკეცილზე. წამიყვანე. კი. მეც წამიყვანე რა, ძალიან. ვეთყვი სული კასპილებს. კი. მართლა ძალიან მომინდა. შენ აქ ხარ მაგ დროს გოგა? გოგაც იქნება კონცერტზე. ყველანი მივიდივართ. ბობიზე. ეგ სერიოზული ამბავია. დავიშალეთ ბიტლები. მაგრამ უნდა გამოხვიდე. იმ ჩავს საყვარელ ტრეკს არ იმღერებ, ხო? რომელია შენ საყვარელი? ეგ სხვა პროექტია, მაგრამ სხვა შეიძლება ამას ვერი ხოლმე ცაგარელთან ერთად ორკესტრთან მქონდა ახლა კონცერტი გიკეთში და სექტემბერში გპატიჟებ იქნება ჩემი კონცერტი ცაგარელიან სტრინგსთან ერთად, სადაც იქნება სულ ჩემი რეპერტუარი და განსაკუთრებით ეგ სიმღერა, რომელიც შემოგწონს. ეგ მიყვარს ძალიან. Weakest Link ქვია მაქსიმალს. კოცნით გეხვევით. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. Nice.